აიზეკ აზიმოვი, მარსის გზა. მარიო ესტებან რიოსი კოსმოფრენის მოკლედ ერეფანში იდგა და გაჯავრებული აკვირდებოდა, როგორი გულმოდგინებით ცდილობდა ტედ ლონგი ვიდეოფონის აწყობას. ლონგმა ყველა სახელური მოსინჯა, ხან მარჯვნივში აბრუნა და ხან მარცხნივ, მაგრამ გამოსახულება მაინც უხეირო იყო. როისმა იცოდა, რომ უკეთეს გამოსახულებას ვერც მიიღებდნენ, დედამიწიდან ძალიან შორს იყვნენ, თანაც არახელსაყრელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, მზის იქით. თუმცა ლონგს საიდან ეცოდინებოდა ეს? რიოსი ცოტა ხანს კიდევ შეყომდა კარებში, თავდახრილი გვერდულად იდგა, წირთხლისთვის თავი რომ არა ეკრა. მერე ისე უეცრად გასყრდა კამბუსში, თითქოს შეკუმშული ზამბარა გაიშალაო. ასე რამ დაგაინტერესათ, იკითხა მან. ჰილდერი მინდა დავიჭირო, უპასუხა ლონგმა. რიოსმა მაგიდის კიდეზე მოიკალათა, თაროდან რძით სავსე თუნუქი ჩამოიღო და სახურავზე ხელი დააჭირა. სახურავი ხმაურით გადაიხსნა, რიოსი ჭურჭელს ანჯღრევდა და მოთმინებით ელოდა, როდის გათბებოდა რძე. რად გინდათ? კითხა მან და რძე ხმაურით მოხვრიბა. ყურს დაუგდებდი. ენერგიის ფუჭი ხარჯვაა. ლონგმა ალმაცერად შეხედა რიოს და მოიღუშა. მე მგონი პირადი ვიდეოფონით სარგებლობას ვერავინ დამიშლის. რა თქმა უნდა, თუ კი ეს გონიერების ფარგლებს არ სცილდება, შეეპასუხა რიოსი. მათ გამომწვევად გადახედეს ერთმანეთს. ძლიერი ხმელ-ხმელი, ლოყებ ჩაცვენილი რიოსი იმ მარსელი მენაგვე კოსმონავტების ტიპიური წარმომადგენელი იყო, მოთმინებით რომ ჩხრეკდნენ სივრცეს დედამიწასა და მარსს შორის. მისი ცისფერი თვალები მკვეთრად გამოირჩეოდნენ შავგრემან ღრმა ნაოჭებით დაღარულ სახეზე. ხელოვნური ტყავის ქურთუკის სახელოზე თეთრი სინთეზური ბეწვი ჰქონდა გადაკრული და მის ფონზე რიოსის სახე რაღაც მუქ ლაქასავით გამოიყურებოდა. ლონგი უფრო ფერყრთალი და სუსტი ჩანდა, რაღაცით თითქოს მიწიერ არსებას ჩამოგავდა, თუმცა რა თქმა უნდა, მეორე თაობის ვერცერთი მარსელი ვერ იქნებოდა ნამდვილი მიწიერი. ისეთი, როგორიც დედამიწის მკვიდრი ადამიანია. ლონგს კაპიშონი უკან გადაეგდო და მუქი წაბლისფერი თმები უჩანდა. რა მიგაჩნიათ გონიერების ფარგლებად? გაბრაზებით კითხა ლონგმა. რიოს თხელი ტუჩები კიდევ უფრო გაუთხელდა. ეს რეისი ალბათ ჩვენ ხარჯებსაც ვერ აანაზღაურებს, ლონგ. ყველაფერი თუ ასე გაგრძელდა, ენერგიის ყოველგვარი ხარჯვა უაზრობაა. თუ კი მართლა ფულს ვკარგავთ, თქვა ლონგმა, უმჯობესი არ იქნებოდა თქვენს ადგილზე დაბრუნებულიყავით? ახლა ხომ თქვენი მორიგეობის ჯერია. რიოსმა რაღაც წაიბუტბოდა, ნიკაპზე ხელი ჩამოისვა, მერე წამოდგა და დამძიმებული ნაბიჯებით უგულოდ გაემართა კარისკენ. უცებ კართან შეჩერდა, თერმოსტატს დააკვირდა და გაშმაგებით შემობრუნდა. ალბათ ამიტომაც მომეჩვენა, რომ აქ მეტის სითბო იყო. ლონგ, სად გონიათ თავი? 4.5 გრადუსი არც ისე ბევრი გახლავთ. თქვენთვის იქნებ მართლაც არ იყოს ბევრი. მაგრამ ნუ გავიწყდებათ, რომ კოსმოსში ვიმყოფებით და არა დათბილულ კანტორაში. რიოსმა თერმოსტატის ისარი ბოლომდე დასწია. მზე ისედაც საკმარისად ათბობს. კამბუზი ხომ მზის მხარეს არაა? არა უშავს გათბება. რიოსი კარებში გავიდა, ლონგმა თვალი გააყოლა და მერე ისე ვიდეოფონს მიუბრუნდა, თერმოსტატისთვის ხელი არ უხლია. გამოსახულება ისევ უხეირო იყო, მაგრამ რაღაცის გარჩევა მაინც შეიძლებოდა. ლონგმა კედელში ჩადგმული სკამი გადმოსწია, ჩამოჯდა და მოთმინებით ელოდა, როდის გამოაცხადებდა დიქტორი პროგრამას და როდის გადაიხსნებოდა ფარდა. და აი პროჟექტორებმა სიბნელიდან ამოიტაცეს ნაცნობი სახე. გამოსახულება თანდათან იზრდებოდა და ბოლოს მთელი ეკრანი შეავსო. ჩემო მეგობრებო, დედამიწის თანამოქალაქენო. ჯიხურში რომ შედიოდა, რიოსმა რადიოს სიგნალის უეცარი გაელვება შენიშნა. მოეჩვენა, რომ ეს რადარის იმპულსი იყო და წამით ხელები გაუცივდა, მაგრამ მაშინვე მოისაზრა, ალბათ სინდისის ქენჯნით გამოწვეული ილუზიაო. კაცმა რომ თქვას, ვახტის დროს ჯიხური მართლაც არ უნდა დაეტოვებინა, თუმცა ვერცერთი კოსმონავტი ვერ ძლევდა სამართავ პულტთან 5 თუ 6 საათს და მერე ყოველ მათგანს კოშმარული წარმოდგენა ტანჯავდა. ვინ იცის, იქნებ ძვირფასი მონაპოვარის სწორედ იმ 5 წუთში გაუშვი ხელიდან, ფინჯანი ყავის დალევას რომ მოვანდომეო. ხანდახან მართლაც ისე ხდებოდა, რომ ეს კოშმარული წარმოდგენა სინამდვილად იქცეოდა ხოლმე და მაშინ რიოსმა მრავალზოლოვანი საფართი ჩართო. ეს ზედმეტ ენერგიას მოითხოვდა, მაგრამ მაინც სჯობდა თავისი ეჭვების უსაფუძვლობაში დარწმუნებულიყო.
კოსმოსი სუფთა იყო, თუ არ ჩავთვლით მენაგვე კოსმონავტების მეზობელ ხომალდების შორეულ ანარეკლებს. რიოსმა რადიო კავშირი ჩართო. ეკრანი შეავსო გრძელცხვირა რიჩარდ სვენსონის მარსის მხრიდან უახლოესი ხომალდის მეორე პილოტის ქერა თავმა. გამარჯობა მარიო, თქვა სვენსონმა. გაგიმარჯოს, არის რამე ახალი? პასუხი ერთი წამის შემდეგ გაისმა. ელექტრომაგნიტური ტალღების სიჩქარე უსასრულო როდია. რა ნავსიანი დღეა. მოხდა რამე? კითხა რიოსმა. კონტეინერს წავაწყდით. ხოდა ძალიან კარგი. კარგი იქნებოდა როგორმე რამე დამექამანდებინა, ნაღვლიანად უპასუხა სვენსონმა. რა მოხდა? ეშმაკმა დალოხროს, ვერაფრით ვერ მიუდექით. რიოსმა კარგად იცოდა, რომ ახლა გაცინება არ შეიძლებოდა და თანაგრძნობით კითხა მარიოს. ასე გაგიჭირდა? ჩემი ბრალი არაა, საქმე ისაა, რომ კონტეინერი ეკლიპტიკის სიბრტყეში არ მოძრაობდა. წარმოგიდგენია, ზოგიერთმა გამოკრეტინებულმა პილოტმა კონტეინერის წესიერად გადაგდებაც არ იცის. აბა მე რა ვიცოდი. ხოდა ავიღე და, როგორც ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე, ჩვეულებრივი ტრაექტორიის მიხედვით გამოვიანგარიშე მოძრაობის გზა და მანძილი. ყველა ნორმალური ადამიანი ასე მოიქცეოდა. ჩემთვის ხელსაყრელი მრუდით დავიწყე გზის მოჭრა. 5 წუთის შემდეგ ვხედავთ, რომ დისტანცია თანდათან იზრდება. რაღაც ძალიან ნელა ბრუნდებოდნენ იმპულსები. ხელმეორედ გავზომე კონტეინერის კუთხური კოორდინატები და აღმოჩნდა, რომ გამოდევნებას აზრი აღარ ჰქონდა. ვინმე ხომ არ დაიჭირა? არა, ეკლიპტიკის სიბრტყისაგან დაშორებით იმყოფებოდა და ალბათ ასეც დარჩებოდა. მე სხვა რამ აწუხებს. ბოლოს და ბოლოს პატარა კონტეინერი იყო და სალაპარაკოდ არ ღირს, მაგრამ სიჩქარის ასაღებად და მერი ადგილზე დასაბრუნებლად იმდენი საწვავი დავხარჯე, როცა გამახსენდება ლამის სოფები ვყარო. ნეტა ერთი კანუტისთვის მოგესმინა. კანუტი მისი ძმა და კომპანიონი იყო. გაცოფდა? კითხა რიოსმა. გაცოფებას ვინ ჩივის? კინაღა მომკლა. თუმცა რას ვემართლები? 5 თვეა კოსმოსში ვართ და უბრალო შეცოდებაც კი ცოდვებად ითვლება. შენც ხომ იცი? ვიცი. შენი საქმე როგორაა, მარიო? რიოსმა ისეთი სახე მიიღო, თითქოს გადააფურთხაო. ისეთი არაფერი, ამ ორ კვირაში 2 კონტეინერი გამოვიჭირეთ და ორივეს 6-6 საათი მივსდევდით უკან. დიდებია? შენ რა დამცინი? ისეთი პატარებია, რომ ფობოსამდე ერთი ხელითაც მივიტანდი. ასეთი ცუდი რეისი ჯერ არ მქონია. უკან დაბრუნებას როდის აპირებ? მარტო ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ხვალვე დავბრუნდებოდი. 2 თვეა კოსმოსში ვიმყოფებით. მე კი სულ ლონგის ლანძღვაგინებაში ვარ. ლონგი რაღაც შვება. რიოსმა მიმოიხედა, კამბუზიდან ვიდეოფონის ჩუმი ბუტპუტი და შრიალი ისმოდა. მაგისი ვერაფერი გამიგია, რეისის დაწყებიდან ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ შემეკითხა, მარიო, მენაგვე რატომ გახდით? მე გაკვირვებით შევხედე და უპასუხე. რატომ და იმიტომ, რომ თავისარჩენი ფული ვიშოვო მეთქი. ეს რა იდიოტური შეკითხვაა, ვერ გამიგია ადამიანი მენაგვე რატომ გახდება. ის კი მეუბნება, საქმე მაგაში არაა, მარიო. გესმის სვენსონ? ლონგი მე მიხსნის ამ ცხოვრების ანაბანას. თქვენ იმიტომ ხართ მენაგვე, მეუბნება, რომ ასეთია მარსის გზაო. კი, მაგრამ ამით რისი თქმა უნდოდა? კითხა სვენსონმა. რიოსმა მხრები აიჩეჩა. არ მიკითხავს. აი ახლაც ვიდეოფონთან ზის და ულტრამოკლე ტალღებზე გადაცემას უსმენს დედამიწიდან. ჰილდერია ვიღაც, დედამიწის მკვიდრი. ჰილდერი? გონი პოლიტიკოსი უნდა იყოს. ასამბლეის წევრია. მე მგონი ის არის. ლონგიც რაღაც სულ ასეთ საქმეებშია გართული. 1.15 ფუნტის წიგნები მაინც აქვს წამოღებული დედამიწის შესახებ. აბა რას იზამ, კომპანიონია და როგორმე უნდა შეეგუო. ხო მართლა, კარგია, კომპანიონი რომ გამახსენდა. წავალ და საქმეს მივხედავ. თორემ ერთი კონტეინერი კიდევ რომ გაუშვა ხელიდან, ჩვენს ხომალდზე მკვლელობა მოხდება. სვენსონი გაქრა. რიოსი სავარძელში გადაწვა და იმპულსური საფართის სწორმწვანე ხაზს დააკვირდა. მერე რამდენიმე წამით მრავალძელოვანი საფართიც ჩართო. კოსმოსი წინანდებურად სუფთა იყო. რიოს ოდნავ მოეშვა გულზე. მართლაცაც ძალიან ცუდია, როცა მარტო შენ არ გიმართლებს, როცა სხვები კონტეინერზე იჭერენ და ფობოსის ჭართის გადასადნობ ქარხნებში მათი პირობითი ნიშნებით დადაღული კონტეინერები გროვდება. შენ კი ხელმოცარული დაეხეტები ამოთა უბოლო სივრცეში. ამის გაფიქრებაზე რიოსი ოდნავ დამშვიდდა და მიხვდა, რომ ლონგზე უსამართლოდ იყო გაცხარებული. კაცმა რომ თქვას, მართლაც სულ ტყუილ უბრალო დაიკიდა ეს ხვირმოუხოცავი ლონგი. საერთოდ არ ღირს კოსმოსში გამოუცდელი კაცის წაყვანა.
მათ ხომ ლაპარაკის მეტი არაფერი იციან, მით უმეტეს თუ ლონგისთანა კაცთან გაქვს საქმე. თავისი გაუთავებელი თეორიების მეტი რომ არაფერი ახსოვს. სულ ბრტყელი და გაზეპირებული სიტყვებით ლაპარაკობს. კაცობრიობის პროგრესი, მარსის გზა, შემოქმედთა ახალი ჯგუფი. აბა რიოსი ასეთ უმიზნო ყვედობას რა თავში იხლის? მას ნადავლი სჭირდება, 1-2 კონტეინერი და მორჩა. მათ ბედს ძაღლი არ დაჰყებს. თუმცა რიოს სხვა არჩევანი არც ჰქონდა. ლონგს მარსზე კარგად იცნობდნენ, კარგი შემოსავალიც ჰქონდა. ის კომისარ სენკოვის მოკეთე იყო და მენაგვე კოსმონავტების რამდენიმე ხანმოკლე რეისშიც მონაწილეობდა. ისე ხომ ვერ მიახლი კაცს უარს, თუ საქმეში არ გამოსცადე, თუნდაც მისი სურვილი ძალზე საეჭოდ და უცნაურად მოგეჩვენოს. ისე კაცმა რომ თქვას, მართლაც საოცარი ამბავი იყო. ინჟინერს, რომელსაც გვარიანი ხელფასი და სამუშაო ჰქონდა, რაში დასჭირდა კოსმოსში ხეტიარი. რიოს ლონგისთვის ამის თაობაზე არაფერი უკითხავს. კომპანიონ მენაგვეებს ისე დიდხანს უწევთ ერთად ცხოვრება, რომ ასეთი ცნობის მოყვარეობა ზოგჯერ სახიფათოც არის. მაგრამ ლონგი იმდენს ლაპარაკობდა, რომ ბოლოს და ბოლოს ამ კითხვაზე უნებურად თვითონვე გასცა პასუხი. როგორმე უნდა გამომეღწია, თქვა მან. მარსის მომავალი კოსმოსია და არა მაღაროები. რიოსი ჩაფიქრდა, რა მოხდება მორი გრეიში მარტო კარომ წავიდეს? თუ გამოცდილ კოსმონავტებს დაუჯერებს კაცი, ეს შეუძლებელია. ჯერ ერთი თვალსა და ხელშვა გაგიქრება ნადავლი, რადგან ძილს თავს ვერ დააღწევ. მეორეც პულტთან დგომის გარდა სხვა მოვალეობაც ხომ უნდა შეასრულო. ცნობილია ისიც, რომ კოსმოსში მარტოდ დარჩენილი ადამიანი ძიმე დეპრესიას განიცდის. კომპანიონთან ერთად კი 6 თვეზე მეტხანს შეიძლება ფრენა. რა თქმა უნდა, მთელი ეკიპაჟის ყოლას არაფერი აჯობებდა, მაგრამ ასეთი დიდი ხომალდით მენაგვე კოსმონავტი კაპიკსაც ვერ იშოვიდა. მარტო საწვავი გააკოტრებდა იმ საცოდავს. თუმცა კოსმოსში არც კომპანიონთან ერთად ყოფნა გახლავთ დიდად სასიამოვნო, ამიტომ კომპანიონები ყოველ რეისზე იცვლებიან ხოლმე. ერთთან უფრო მეტხანს შეიძლება გაძლება, მეორე უფრო მალე მოგაბეზრებს თავს. თუნდაც რიჩარდ და კანოტ სვენსონები ავიღოთ. ისინი თითქმის ყოველი 5-6 რეისის შემდეგ ერთად გადიან კოსმოსში, რაც არ უნდა იყოს, მაინც ძმები არიან. და ძმებიც კი ერთი კვირის შემდეგ ძაღლებივით უღრენდნენ ერთმანეთს. რაც არის. კოსმოსი სუფთა იყო და რიოსმა იგრძნო, რომ ახლა კამბუში დაბრუნება ერთგვარ შვებას მოჰკვირდა. ბოლოს და ბოლოს ის მაინც გამოცდილი კოსმონავტია და კარგად იცის, როგორ უნდა მოუღოს ბოლო ამ სულელურ უგუნურობას. რიოსი უხალისოდ წამოდგა და დერეფანში გავიდა. რიოსი ისევ კარებში გაეჭხირა. ლონგი ყურადღებით მისჯერებოდა ვიდეოფონის მოციმციმე ეკრანს. გათბობას ჩავთავ. ცოტა არ იყოს მკვახეთ, თქვა რიოსმა. საშიში არაფერია, ენერგია გვეყოფა. როგორც გნებავთ, თავი დაუქნია ლონგმა. რიოსი ერთხანს ყოყმანებდა, მერე თამამად მიუახლოვდა ვიდეოფონს. მართლაც კოსმოსი სუფთაა და აბა რა აზრი აქვს რადარის უმოძრაო ლურჯი ხაზის ყურებას. მან იკითხა, რაზე ლაპარაკობს ეს დედამიწელი? ძირითადად კოსმოსური მოგზაურობის ისტორიაზე. ძველი სიმღერაა, მაგრამ კარგად ლაპარაკობს. ყველაფერი გამოიყენა, რაც კი შეიძლებოდა. ფერადი მულტიპლიკაცია, კომბინირებული ფოტოსურათები, ძველი ფილმებიდან ამოღებული კადრები, ერთი სიტყვით ყველაფერი. თითქოს ლონგის სიტყვების დადასტურებას აპირებსო, ეკრანი აციმციმდა და მამაკაცის გამოსახულება კოსმოსური ხომალდის ჭრილით შეიცვალა. ჰილდერი კადრს გარეთ განაგრძობდა ლაპარაკს, თან მრავალფეროვანი ილუსტრაციებს იშველიებდა. ის ლაპარაკობდა და ეკრანზე ერთმანეთს ცვლიდნენ საწყობები, პროტონული მიკრორეაქტორებიანი ძრავები, კიბერნეტიკული სქემები. მერე ეკრანზე ისევ ჰილდერი გამოჩნდა. ეს მხოლოდ ხომალდის კაფსული გახლავთ, მაგრამ რა ამოძრავებს თვით ხომალდს? რას აღყავს იგი ზევით? ყველამ კარგად იცოდა, რაც ამოძრავებდა კოსმოსურ ხომალდს, მაგრამ ჰილდერის ხმა ადამიანს აჯადოებდა და მსმენელებს ეჩვენებოდათ, თითქოს საუკუნეების ჯერ კიდევ გაუმხელელ საიდუმლოს ჩასვდებოდნენ. უმაღლეს ზეშთა გონებას ეზიარებოდნენ. თვითონ რიოსმაც კი ერთგვარი მოუთმენლობა იგრძნო, თუმცა ცხოვრების მეტი ნაწილი კოსმოსურ ხომალდებში ჰქონდა გატარებული. ჰილდერი განაგრძობდა. მეცნიერები ამოვლენას სხვადასხვაგვარ სახელებს არქმევენ. ხან მოძრაობისა და უკუმოძრაობის კანონს უწოდებენ, ხან ნიუტონის მესამე კანონს, ხან მოძრაობის რაოდენობის შენარჩუნებას, ხან რას და ხან რას, მაგრამ ჩვენ არავითარი დასახელება არ გვჭირდება. მოდით და უბრალოდ გავაანალიზოთ ყველაფერი. ცურვის დროს წყალს უკან ვუბიძგებთ, თვითონ კი წინ გადავინაცვლებთ. იგივე მეორდება სიარულისა და გირონფრენის დროსაც. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიწას და ჰაერს უბიძგებთ უკან და წინ მივემართებით.
ამგვარად წინსვლა შესაძლებელია მხოლოდ უკუსვლის ხარჯზე. ხომ გახსოვთ ძველი წესი: არაფრისგან ვერაფერს ვერ მიიღებ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ 100,000 ტონის სიმძიმის ხომალდი დედამიწიდან უნდა აფრინდეს. ეს რომ მოხდეს, ხომალდმა რაღაც უნდა უკუაგდოს. კოსმომფრენი უზომოდ მძიმე გახლავთ. ესე იგი, მან უნდა უკუაგდოს ნივთიერება ისეთი დიდი რაოდენობით, ისეთი დიდი მოცულობით, რომ მას მთელი ხომალდიც ვერ დაიტევდა. ამიტომ ხომალდის უკან სპეციალურ სათავსოებს ამაგრებენ ხოლმე. ჰილდერი ისევ გაქრა და ეკრანზე კოსმომფრენის გამოსახულება გამოჩნდა. გამოსახულება შეიკუმშა და კოსმომფრენს ქვედა ნაწილზე წაკვეთილი კონუსი მიემატა. კონუსის ზედაპირზე გარკვევით ჩანდა ღია ყვითელი ფერის წარწერა. ნივთიერება, რომელიც ხომალდმა უნდა უკუაგდოს. ახლა, თქვა ჰილდერმა, ხომალდის საერთო წონა შესამჩნევად გაიზარდა. მაშასადამე მისი ასამოძრავებელი ძალაც შესაბამისად უნდა გაიზარდოს. ხომალდის გამოსახულება უფრო მეტად დაპატარავდა. მას ჯერ მეორე, მერე კი კოლოსალური ზომის მესამე კონტეინერიც მიემატა. თვითონ კოსმოფრენი კი ღია წითელი ფერის ერთი ციცქნა ლაქად იქცა. ეშმაკსაც წაუღია ჩაიბუტბუტა რიოსმა. ბალღური ტიტინია და მეტი არაფერი. ეს ჩვენ გვეჩვენება ტიტინად, მარიო. მათ კი ვისაც ის მიმართავს, ამის გარჩევა არ შეუძლიათ, უპასუხა ლონგმა. დედამიწა მარსი ხომ არ არის, დედამიწაზე მილიარდობით ადამიანს ალბათ თვალითაც არ უნახავს კოსმოფრენი და ყველაზე ელემენტარულ საკითხებშიც ვერ ერკვევა. ჰილდერი განაგრძობდა. როცა ყველაზე დიდი კონტეინერი დაიცლება, ხომალდს მოსცილდება და კოსმოსში რჩება ხოლმე. ეკრანზე უშველებელი კონტეინერი შეირხა, ხომალდს მოსცილდა და თანდათან დაპატარავდა. მერე მეორე კონტეინერის ჯერიც დგება და ბოლოს თუ შორეული რეისია, ხომალდს მესამე კონტეინერიც მოსცილდება. ახლა კოსმოფრენი პატარა წითელ წერტილს დაემსგავსა, მის უკან კი ირწეოდა და კოსმოსის უკიდეგანო სივრცეში იკარგებოდა 3 კონტეინერი. ამ კონტეინერების დამზადებაზე, თქვა ჰილდერმა, 1000-ობით ტონა ვოლფრამის მაგნიუმი, ალუმინი და ფოლადი იხარჯება. დედამიწისათვის ეს აურაცხელი სიმდიდრე სამუდამოდ დაკარგულია. მარსის გარშემო, კოსმოსური ფრენის ტრასებზე, მენაგვე კოსმონავტები მორიგეობენ. ისინი ცარიელ კონტეინერებს დაეძებენ, იჭერენ, დაღავენ და მარსზე აგზავნიან. მარსელები დედამიწას 1 ცენტსაც კი არ უხდიან ამ ცარიელი კონტეინერებისათვის. მარსის კანონების მიხედვით, კონტეინერი გადარჩენილი ქონებაა და მთლიანად იმ ხომალდს ეკუთვნის, რომელიც მას იპოვის. განა ჩვენ ცოტა ფულს ხარჯავთ ამ საქმეზე, რისკსაც კი ვწევთ. ვეღარ მოითმინა რიოსმა. ჩვენ რომ არ ვიყოთ, ამოდენა სიმდიდრე უგზო-უკვლოდ დაიკარგებოდა კოსმოსში. დედამიწას ამით რაზარალს ვაყენებთ. გაიგეთ, უთხრა ლონგმა. ჰილდერი იმას ამბობს, რომ მარსი, ვენერა და მთვარე საკმარისად ყულებავენ დედამიწას. კონტეინერები კი დედამიწის ისედაც დიდი დანაკარგის კიდევ ერთი ფორმაა და მეტი არაფერი. მაგრამ კომპენსაციასაც ხომ იღებენ? ჩვენ ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მეტი რაოდენობით ვამუშავებთ რკინის მადანს, რომლის დიდი ნაწილიც ისევ მარსზე ბრუნდება. ჰილდერის ციფრებს თუ დაუჯერებთ, დედამიწამ 200 მილიონი დოლარი დააბანდა მარსზე და სანაცვლოდ მხოლოდ 5 მილიარდის რკინის მადანი მიიღო. მთვარეზე დაბანდებული იყო 500 მილიარდი. მიღებით კი რა მიიღო? დაახლოებით 25 მილიარდის მაგნიუმი, ტიტანი და სხვადასხვა მსუბუქი ლითონები. ვენერაზე დედამიწამ 50 მილიონი დოლარი დააბანდა. სანაცვლოდ 1 კაპიკიც არ მიუღია. გადასახადების გადამხდელთ კი დედამიწაზე სწორედ ეს აინტერესებთ. ფული, რომელსაც მთავრობა მათგან იღებს, ქარს მიაქვს. სანამ ლონგი ლაპარაკობდა, ეკრანზე მენაგვე კოსმონავტების ხომალდის სამსახველი მულტიპლიკაციური კადრები აციმციმდნენ. მარსისაკენ მიმავალ ტრასაზე გამოსული პატარა კარიკატურული ხომალდები ირგვლივ ხარბად აფათურებდნენ მჭიდე და მოქნილ ხელებს, ცარიელ კონტეინერებს ებღაუჭებოდნენ, ზედცეცხლოვან დაღად ასვამდნენ წარწერას, მარსის საკუთრება და მერე ფობოსზე ისროდნენ. ეკრანზე ისევ ჰილდერი გამოჩნდა. ისინი გვპირდებიან, რომ დროთა განმავლობაში ყველაფერს უკან დაგვიბრუნებენ, დროთა განმავლობაში როგორც კი მოღონიერდებიან. არავინ იცის, როდის მოხდება ეს, 100 წლის შემდეგ, თუ 1000 წლის შემდეგ, იქნებ მილიონი წლის შემდეგ, დროთა განმავლობაშიო ამბობენ ისინი. კეთილი, ვირწმუნოთ მათი სიტყვიერი დაპირება. ერთ მშვენიერ დღეს ისინი უკან დაგვიბრუნებენ მთელ ჩვენს ლითონს, საკუთარ სურსაც ანოვაგეს იკმარებენ. საკუთარი ენერგიით ისარგებლებენ, საკუთარი ცხოვრებით იცხოვრებენ, მაგრამ არის ერთი რაღაც, რასაც ისინი ვერასდროს ვერ დაგვიბრუნებენ. 1000 მილიონი წლის შემდეგაც კი, ეს არის წყალი. მარსზე წყალი უმნიშვნელო რაოდენობითაა, რადგან მარსის პლანეტა დედამიწაზე პატარაა. ვენერაზე წყალი სულ არ არის,
რადგან იქ ძალიან ცხელა, მთვარეზეც არ არის წყალი, ვინაიდან ისიც ძალიან პატარაა და თანაც მეტისმეტად ცხელი. ამიტომ დედამიწა იძულებულია კოსმოსის ბინარდართ მიაწოდოს წყალი, არა მარტო სასმელად და დასაბანად, არა მარტო მრეწველობისა და ჰიდროპონური პლანტაციებისთვის, არა, ჩვენ მათ უნდა მივაწოდოთ ის წყალი, რომელსაც ისინი მილიონი ტონობით ფუჭედ აქცევენ კოსმოსის სივრცეში. რა ამოძრავებს კოსმოფრენს? რას ისვრის ის უკან, წინ რომ გაეშუროს? ოდესღაც კოსმოფრენი აფეთქების შედეგად წარმოქმნილ გაზოვან პროდუქტებს გამოსტყორცნიდა. ეს ძალიან ძვირიჯდებოდა. მერე პროტონული მიკრორეაქტორები გამოიგონეს. ასეთი რეაქტორი იაფი ენერგიის წყაროა. ის უდიდესი წნევის ქვეშ ნებისმიერ სითხეს გაზად აქცევს. რომელი სითხეა ყველაზე იაფი, რომელი სითხეა ყველაზე ბევრი და ადვილად საშოვნელი? რა თქმა უნდა, წყალი. ყოველ ხომალდს მიწას რომ სტოვებს, თან მიაქვს მილიონი ტონა, ფუნტი კი არა, ტონა, წყალი. ერთადერთი მიზნისთვის, კოსმოსურ სივრცეში წინსვლისათვის. ჩვენმა წინაპრებმა განუსჯელად და წინდაუხედავად გაანადგურეს დედამიწის ნავთისა და ქვანახშირის მარაგი. ჩვენ სასტიკად ვკითხავთ მათ ამისთვის, მაგრამ ჩვენს წინაპრებს იმედი ჰქონდათ, რომ საჭიროების შემთხვევაში შემცვლელების გამონახვა არ გაჭირდებოდა. მათი ვარაუდი გამართლდა. ახლა პლანქტონური ფერმებიც გვაქვს და პროტონული მიკრორეაქტორებიც, მაგრამ წყლის შემცვლელი ნივთიერება არ არსებობს და არც იქნება. და როცა გვალვები დაიწყება, როცა შთამომავლები ნახავენ უდაბნოდ გადაქცეულ დედამიწას, რითი გაამართლებენ ისინი ჩვენს წინსვლას? ლონგი დაიხარა და ვიდეოფონი გამორთო. ეს აღარ მომწონს, თქვა მან. ჩერჩეტი განგება. რა მოხდა? რიოსი უცებ ადგილიდან წამოიჭრა. მე ხომ იმპულსებს უნდა ვადევნო თვალი. ეშმაკსაც წაუღია ეგ იმპულსები. ლონგი წამოდგა, რიოს ვიწრო დერეფანში გაჰყვა და ჯიხურის ზღურბლზე შეჩერდა. ჰილდერმა თავისას თუ მიაღწია და საჭირბოროტო პრობლემების შეთითხნა მოახერხა, მაშინ ოჰო, რადარის ნიშანი მაინც შეამჩნია. პირველი კლასის იმპულსი რადარის გამავალ ნიშანს აზრდევნებოდა, როგორც მწევარი აედევნება ხოლმე ელექტრონულ ყურწკვითას. რიოსი სულ მოუთქმელად ბუტბუტებდა. კოსმოსი სუფთა იყო. გეფიცებით სუფთა იყო მეთქი. მარსის გულისათვის, ტედ, ხელს ნუ შემიშლით. ეცადეთ, იქნებ ვიზუალურად მაინც დაიჭიროთ. რიოსი სწრაფად და მარჯვედ მოქმედებდა. ხუმრობა ხომ არ იყო, 20 წელია მენაგვე კოსმონავტად მუშაობდა. მან 2 წუთში განსაზღვრა დისტანცია. მერე სვენსონის მარცხი რომ გაახსენდა, გადახრის კუთხე და რადიალური სიჩქარე გაზომა. რიოსმა ლონგს გადასწახა. რადიანის 1.76 მიასედია. მოძებნა არ უნდა გაგიჭირდეთ. სუნთქვა შეკრული ლონგი ვერნერს ატრიალებდა. მზიდან მხოლოდ ნახევარი რადიანითაა დაშორებული. მარტო ერთი კიდე ექნება განათებული. მან სწრაფად და ფრთხილად გააძლიერა გამადიდებელი. მოთმინებით დაიწყო იმ ერთადერთი ვარსკვლავის ზებნა. ახლა ყოველ წუთს და ყოველ წამს რომ შეიცვლიდა მდგომარეობას. მოუსვენრად იტრიალებდა, თანდათან გაიზრდებოდა და ფორმასაც მიიღებდა, იმის დასადასტურებლად, რომ სულაც არ იყო ვარსკვლავი. ძრავა უნდა ჩავხტო, თქვა რიოსმა. მეტი დაყოვნება არ შეიძლება. აი ისიც აგერ. საგანი ჯერ კიდევ არ იყო იმდენად გადიდებული, რომ ლონგს მკაფიოდ გაერჩია მისი მოკაშკაშე ფორმები. ვარსკვლავი ტრიალებდა და რიტმულად სიმციმებდა, რადგან კონტეინერის ბრუნვის დროს მზის სინათლე ხან პატარა და ხან დიდ ნაწილს ეცემოდა. ლონგ, ფრთხილად ძრავას ხვთავ. ამოსაბოლ ქვინასვრეტებიდან ორთქლის რამდენიმე წვრილი ჭავლი გამოვარდა. ხომალდის უკან ასეულობით მილზე გაიჭიმა ყინულის მიკროკრისტალების უსასრულო კუდი და შორეული მზის ფერყრთალ სხივებშიც ბუნდოვნა დაკამგავდა 1, 2, მესამე ჭავლი და ხომალდი თავის ორბიტას ასხდა. კონტეინერისკენ აიღო გეზი. ისე მოფრინავს, როგორც კომეტა პერიჰელიუმში. დაუყვირა რიოსმა. ის დაწყევლილი დედამიწელი მფრინავები კონტეინერებს განგებყიან, ასე მოუხერხებლად. ერთი მანახადა. რიოს ბრაზი აღსჯობდა, იგინებოდა და ხომალდს ისეთი აჩქარებით მიაქანებდა, რომ სავარძლის ჰიდრავლიკურ მასაფენმა მთელი ფუნტით დაიწია ძირს. ლონგი მოაჯირს ჩაფრენოდა და რის ვაივაგლახით იკავებდა თავს. ცოტა ნელა შეევედრა ლონგი, მაგრამ რიოსი მხოლოდ იმპულსებს ადევნებდა თვალს და ფერმკრთალ ლონგს აინუშიც არ აგდებდა. თუ არ მოგწონთ, მარსზე ბრძანებულიყავით, თქვენთვის კალთა არავის ჩამოუხევია. ორთქლის ჭავლები ისევ ყრუდ ღრიალებდნენ. რადიო ამუშავდა, ლონგი ისეთი გაჭირებით დაიხარა, თითქოს ჰაერი ბლანტებადაგად ქცეულიყო და ეკრანი ჩართო. მათ ღვარძლიანად მიაჩერდა სვენსონი. საით მიექანებით, ყვირო და ის. 10 წამის შემდეგ ჩემ სექტორში იქნებით. კონტეინერს მივდევთ, უპასუხა რიოსმა. ჩემ სექტორში?
არა, გამოდევნება ჩვენ სექტორში დავიწყეთ. შენ მაინც ვერ დაიჭერდი. რადიო გამორთეთ, ტედ. ხომალდი გაფითრებული ღმუილით მიქროდა უკიდე განოსივრცეში. მაგრამ ამ ხმაურს მხოლოდ ხომალდის კორპუსის შიგნით თუ გაიგონებდა კაცი. მერე რიოსმა ძრავა ისე უეცრად გამორთო, რომ ლონგმა თავი ვერ შეიკავა და წინ გავარდა. უეცრად სიჩუმე ჩამოწვა. ამ მოულოდნელი სიჩუმის გამო ყურები ახლა უფრო მეტად უშხუოდათ, ვიდრე ერთი წამის წინ, როცა ხომალდი გაშმაგებით ღმუოდა. ორივე ოკულარს მიეკრა, უკვე გარკვევით მოჩანდა წაკვეთილი კონუსი. კონტეინერი ვარსკვლავებს შორის მოძრაობდა და მედიდური ზოზინით გადადიოდა ყირაზე. ოჰო, პირველი კლასის კონტეინერია, კმაყოფილებით ჩაილაპარაკა რიოსმა და გუნებაში გაიფიქრა. ნამდვილი გიგანტია, კარგია, გვარიანი მოგება დაგვრჩება. ლონგმა თქვა, ლოკატორი ახალ ნიშანს იძლევა, ალბათ სვენსონი გამოგვედევდა. რიოსმა წამით გადახედა ეკრანს. ვერ დაგვეწევა. კონტეინერი თანდათან ახლოვდებოდა და იზრდებოდა, სანამ სულ არ დაფარა მხედველობის არე. რიოს ბარჯის სასროლ ბერკეტზე ედო ხელი. მან დაკვირვებით შეათვალიერა კონტეინერი, მიკროსკოპული სიზუსტით ორჯერ გაზომა კუთხე, გვარლი საჭირო სიგრძეზე მოუშვა და ბერკეტი გადაწია. წამი ისე გავიდა, რომ არაფერი შეცვლილა. მერე ლითონის გვარლი კობრასავით გასრიალდა კონტეინერისკენ, თითქოს მის მოგუდვას აპირებსო. გვარლი კონტეინერს შეეხო და ისევ მოსცილდა. თორემ რომ ჩასჭიდებოდა, ალბათ ობობას ქსელივით ადვილად გაწყდებოდა. კონტეინერი ტრიალებდა, მისი ბრუნვის ძალა 1000-ობით ტონას აღწევდა. გვარლს მხოლოდ მძლავრი მაგნიტური ველი უნდა შეექმნა, მის ირგვლივ და დაემუხრუჭებინა. კონტეინერისგან ერთი გვარლი კიდევ გასრიალდა. იმას მიყვნენ დანარჩენებიც. რიოსი ისროდა და ისროდა გვარლებს, ენერგიის გადახარჯვას აინუშიაც არ აგდებდა. მარს გეფიცებით ვერ გამექცევა, ვერა. რიოსი მხოლოდ მაშინ დაწყნარდა, როცა ხომალდსა და კონტეინერს შორის 20-ზე მეტი ფოლადის გვარლი გაიჭიმა. კონტეინერის ბრუნვის ენერგია დამუხრუჭების დროს სითბურ ენერგიაში გადაიზარდა და კონტეინერი ისე გავარვარდა, რომ გამოსხივებას კოსმოფრენის ხელსაწყოებიც კი აღნიშნავდნენ. ბეჭედი მე დავასვა, კითხა ლონგმა. თუ კი გულით გსურთ, კეთილი თორემ, ახლა ჩემი ჯერია. სიამოვნებით გავალ კოსმოსში. ლონგმა სკაფანდრი გადაიცვა და გასასვლელი საკნისკენ გაემართა, როგორც ახალბედა შეჰბერის. მას ზუსტად ახსოვდა, რამდენჯერ იყო კოსმოსში სკაფანდრით, ეს მეხუთედ გადიოდა. ლონგი გვარლებს დაეკიდა ხელებით და კონტეინერისკენ გაემართა. ხელის ყოველ გადანაცვლებაზე გრძნობდა, როგორც რთოდნენ ფოლადის გვარლები, მისი ლითონის ხელთათმანების ქვეშ. მან კონტეინერის გლუვ ლითონზე თავიანთი სერიული ნომერი ამოჭრა. კოსმოსის სიცარიელეში ხომ საერთოდ გამორიცხულია ფოლადის ჟანგვა, ამიტომ ლითონი უბრალოდ დნებოდა და ორთქლდებოდა. მერე სხივმფრქვევიდან რამდენიმე ფუტის დაშორებით ისე მკვრივდებოდა და მქრქალ რუხ ბრწყალად ედებოდა კონტეინერის ზედაპირს. ლონგი კოსმოფრენში დაბრუნდა, თავის კაიუტაში შევიდა და ჭარხლის ქელიფენით დაფარული ჩაფხუტი მოიხსნა. პირველი რაც ლონგმა გაიგონა, იყო გაშმაგებული სვენსონის ხმა, რეპროდუქტორიდან რომ მოისმოდა. ახლავე კომისართან, ბოლოს და ბოლოს რაღაც წესები ჩვენც ხომ გვაქვს, დალახროს ეშმაკმა. რიოსი აუღელვებლად იჯდა სავარძელში. ყური მიგდე, კონტეინერი ხომ ჩემ სექტორში იყო, გვიან შევნიშნე და შენ სექტორში იმიტომ მომიხდა მისი დაჭერა. შენ რომ გამოსდევნებოდი, სულ ერთია, მაინც ვერ დაიჭერდი და პირდაპირ მარსს შეენარცხებოდი. ეს არის და ეს, ლონგ დაბრუნდით. რიოსმა რადიო გამორთო, სანიშნო ნატურა განუწყვეტლივ ციმციმებდა, მაგრამ რიოსი არავითარ ყურადღებას არ აქცევდა მას. კომისართან ხომ არ გვიჩივლებს, იკითხა ლონგმა. აზრადაც არ გაივლებს, ტყუილად უბრალოდ იმუქრება და იღრინება, რომ მოწყინილობას დააღწიოს თავი, თორემ კონტეინერი რომ ჩვენია, ამაში ეჭვიც არ ეპარება, ისე როგორ მოგეწონათ ჩვენი ნადავლი, ტედ? არაუშავს რა. არაუშავსო? არაუშავს კი არა, შესანიშნავია. ფრთხილად იყავით, ტედ, კონტეინერი უნდა დავცალო. გვერდიცის საქშენებიდან ორთქლის რამდენიმე ჭალმა ამოხეთქა და ხომალდმა ნელი ბრუნვა დაიწყო კონტეინერის გარშემო. მალე ხომალდს კონტეინერიც აედევნა. ნახევარი საათის შემდეგ ხომალდისა და კონტეინერიც გიგანტურ ბზრიალასავით ტრიალებდნენ კოსმოსის სიცარიელეში. ლონგმა ეფემერიდების მიხედვით განსაზღვრა დეიმოსის ადგილსამყოფელი. ზუსტად გამოთვლილ დროს გვარლებმა მაგნიტური ველი მოხსნეს და კონტეინერი იმ ტრაექტორიაზე გავიდა, რომლითაც დაახლოებით დღეღამის შემდეგ მიაღწევდა მარსის ამ თანამგზავრს და იქ განლაგებული საწყობების დამჭერებშიც მოხვდებოდა.
რიოსმა კმაყოფილებით გაადევნა თვალი კონტეინერს, მერე ლონგს მიუბრუნდა და ჩაილაპარაკა. დღეს კარგ ფეხზე ავდექით. ჰილდერის სიტყვა? კითხა ლონგმა. ვისი? რას ამბობ? ჰო, ჰილდერის სიტყვა? აბა რა გითხრათ? ყველა დაწყევლილი დედამიწელის ლაყბობაზე რომ ინერვიულო, თვალს სრული არ გაეკარება. დაივიწყეთ და ის იქნება. ჩემი აზრით ამის დავიწყება არ შეიძლება. რა ახირებული ხართ, ტედ? ისასჯობია მაგ სისულელეებს თავი დაანებოთ და კარგად გამოიძინოთ. ტედ ლონგი როგორც ყოველთვის ახლად სიყვარულით გასკეროდა მშობლიურ ქალაქში მაღალ და ფართო მთავარ ქუჩას. 2 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც კომისარმა დროებით აკრძალა კონტეინერების დაჭერა და მენაგვე კოსმონავტების ხომალდები მარსზე გამოიძახა. ლონგი კი ისევ კოსმოსის უკიდეგანო სივრცის გამახალისებელი ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა და ამ სასიამოვნო განცდით გაბრუებული აინუშიც არ აგდებდა სამყაროში მომხდარ ამბებს. მდგომარეობა კი მართლაც დაძაბული იყო. დედამიწამ განიზრახა, რომ სისრულეში მოიყვანა თავისი ამას წინანდელი გადაწყვეტილება, წყლის მომჭირნეობით ხარჯვის თაობაზე. ზღვრული ნორმა პირველ რიგში მენაგვე კოსმონავტების რეისებზე უნდა დაწესებულიყო. ხომალდების უკან გამოძახებაც სწორედ ამით იყო გამოწვეული. ქუჩის სახურავზე რაღაც განსაკუთრებული საღებავი გადაესვათ და ღია ცისფრად ბრწყინავდა. ეს ალბათ დედამიწის ზეცისათვის მიბაძვის ძველმოდურიც და გახლდათ. ტედმა დანამდვილებით არ იცოდა, ასე იყო თუ არა, თუმცა ამას მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. ის არხეინად მიჰყვებოდა ქუჩას და უდარდელად აკვირდებოდა ქუჩის კედლებში გამოჭრილ მაღაზიის ვიტრინებს, საიდანაც უხვად იღვრებოდა სინათლე. შორიდან აფეთქების ხმები მოისმოდა. ეს ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ტრანსპორტისა და გამლელთა ნაბიჯების ხმაურს ფარავდა. მარსის სიღრმეში ახალი გვირაბები გაჰყავდათ. რაც თავი ახსოვს, ლონგს სულ ესმის შორეული და მაინც რაღაცით ახლობელი ხმა. ის რომ დაიბადა, ამ ქუჩის ადგილზეც ხელუხლებელი კლდის ქანები იყო. ქალაქი იზრდება და დედამიწა ხელს თუ არ შეუშლის, მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ლონგმა შედარებით ვიწრო და არც ისე განათებულ ქუჩაზე შეუხვია. მაღაზიის ვიტრინები საცხოვრებელი სახლებით შეიცვალა. მათი ფასადები ნათურების ელვარერიგებით იყო მოხაზული. მყიდველები და მანქანები ფეხით მოსეირნეებმა და ცელქმა ბავშვებმა შეცვალეს. დედების სახილს ყურს რომ არ უგდებდნენ. ლონგს უცებ გაახსენდა, რომ ასე მისვლა უხერხული იყო. კუთხეში წყლის ფარდულთან შეჭერდა და გამყიდველს მათარა მიაწოდა. შემივსეთ ქეთაყვა. სქელმა მედუქნემ თალფაქი მოხსნა და მათარაში ჩაიხედა. მერე მსუბუქად შეანჭღრია. ბუყბუყი მოისმა. ცოტა დარჩენილა, მხიარულად შეეხმიანა მედუქნე. ალბათ დაეთანხმა ლონგი. მედუქნემ ზედ მილის ბუნიკთან მიიტანა მათარა და ისე გულმოდგინო დაავსო წყლით, რომ ერთი წვეთიც არ დაუღრია. მარსზე მიღებული წესის მიხედვით, სტუმრად ცარიელი მათარით მისვლა უხერხულად ითვლება. მეგობრებთან ცხადია ისედაც შეიძლება, თუმცა კაცმა რომ თქვას, ამას დიდ ყურადღებას არ აქცევენ. ლონგი ნომერ 27 სახლის სადარბაზო შესასვლელში შევიდა. რამდენიმე საფეხური აიარა, ზარის დასარეკად მოიმზადა და შეჩერდა. კარსიქიდან გარკვევით ისმოდა ხმამაღალი ლაპარაკი. ქალის ხმა იყო, გაჯავრებით ლაპარაკობდა. კეთილი, მოიწვიე ეს შენი მენაგვე ძმაკაცები და დრო ატარეთ. იმის უღრმესი მადლობელიც ვარ, რომ წელიწადში მთელ 2 თვეს ატარებ სახლში. ჩემთვის რა თქმა უნდა, 2 დღეც საკმარისი იქნება, 2 დღეც. მერე ისევ შენს მენაგვე ძმაკაცებს მიხედე. რახანია შინავართ, დორა, უპასუხა მამაკაცმა. ესეც რომ არ იყოს, საქმე გვაქვს. მარსის გულისთვის დაწყნარდი, გეყოფა. დორა საცაა ბიჭებიც მოვლენდა. ლონგმა გადაწყვიტა ცოტა ხანს კარებთან შეეცადა, ვინიც ის მოსაუბრონი იქნებ რაიმე შედარებით უწყინარ თემაზე გადასულიყვნენ. ძალიან კარგი, მობრძანდნენ და გაიგონ ყველაფერი. მოუჭრა დორამ. გაიგონ, ნეტავ სულაც აკრძალავდნენ ამ სულელურ გაფრენებს, გაიგე? მერე რიღათი ვიცხოვრებთ, გაჯავრებით კითხა მამაკაცმა, მიპასუხე. გიპასუხებ კიდეც, თუ მოინდომებ, მარსზედაც კარგად გვარიანად გამოიმუშავებ. სხვები როგორღაც ცხოვრობენ. ამ სახლში მარტო მე ვარ მენაგვის ქვრივი. ხედავ რად ვიქეცი? ქვრივი ვარ და ქვრივზე უარესიც კი. მართლა ქვრივი რომ ვიყო, ბოლოს და ბოლოს მეორედ მაინც გავთხოვდებოდი. რაო, რა თქვი? მე არაფერი არ მithქვამს. არა, მშვენივრად ვიცი რაცა თქვი. ახლა კი ყური დამიგდე, დიკ სვენსონ. დიახ, თქვი, იყვირა სვენსონმა. ვიტყვი და გავიმეორებ კიდეც. ახლა მივხვდი, მენაგვეები რატომაც არ ოჯახდებიან. ნეტარ აგრჯიდა, ცოლს რომ ირთავდი. მეტი აღარ შემიძლია. ყველა მეზობელს ვეცოდები, ყველა მეზობელი დამცინავი ღიმილით მეკითხება, თქვენი მეუღლე როდის დაბრუნდებაო? ყველა მამაკაცმა რაღაც საქმე იშოვნა, ან სამთო ინჟინერად მუშაობს, ან ადმინისტრატორად. ზოგი მბურღავის თანამდებობასაც არ ერიდება. ყოველ შემთხვევაში მბურღავებს ნორმალური ოჯახები მაინც აქვთ, ბავშვებიც ნორმალური ყავთ. შენსავით უზედამხედველოდ კი არ ტოვებენ.
შენაერი მამის ყოლას ისჯობია, რომ დედა, უზედამხედველო, რას ნიშნავს? გაისმა ბიჭუნას ძალზე წვრილი და მინაზებული ხმა. ეს ხმა შორიდან მოისმა. ალბათ ბიჭუნა მეორე ოთახში იყო. პიტერ, შენს გაკვეთილებს მიხედე. კიდევ უფრო აიმაღლა დორამ ხმამ. სვენსონმა წყნარა წარმოთქვა. ბავშვის თანდასწრებით ასეთ ლაპარაკი არ შეიძლება, დორა. ამის შემდეგ ჩემზე რა წარმოდგენა ექნება? ხო და შინ დარჩი და წარმოდგენაც ისეთი ექნება, როგორიც საჭიროა. მეორე ოთახიდან ისევ მოისმა პიტერის ხმა. დედა, დედილო, მე რომ გავიზრდები, აუცილებლად მენაგვე გამოვალ. გაისმა ჩქარი ნაბიჯების ხმამ. ერთხან სიჩუმე ჩამოვარდა. მერე ბიჭი ყურთასმენის წამღება დაკივლდა. დედა, ой, მტკივა, დედიკო, ხელი გამიშვი, რა დავაშავე და მერე ისევ ყველაფერი მიწყნარდა. მხოლოდ ბავშვის უკმაყოფილო ფშუტუნი ისმოდა. ლონგმა პაუზით ისარგებლა და ენერგიულად დარეკა ზარი. კარი სვენსონმა გაუღო. შეწუხებული ჩანდა და ნერვიულად ისვამდა თავზე ხელებს. გამარჯობა, ტედ, რაღაც უხალისოდ მიესალმა მას პინძელი. მერე ხმამაღლა წარმოთქვა. დორა, ტედი მოვიდა. ტედ, მარიო სადღაა? ახლავე მოვა, უპასუხა ლონგმა. მეორე ოთახიდან სწრაფად გამოვიდა დორა. პატარა ტანის შავგრემანი, ცხვირ ჩაწყლეტილი ქალი. თმა უკან გადაევარცხნა. გამარჯობათ, ტედ. ივახშმეთ? დიახ, გმადლობთ, თქვენ მიირთვით, მე ნუ მომერიდებით. არა, ჩვენც რახანია ვივახშმეთ, ყავა არ გინდათ? უარს არ ვიტყოდი. ტედმა ქამრიდან მათარა მოიხსნა და დორას გაუწია. ო, არა, როგორ იქნება, რა საჭიროა, წყალი თავსაყრელად გვაქვს. გთხოვთ, რა გაეწყობა? დიასახლისი სამზარეულოში გავიდა. ღია კარიდან ტედმა თვალი მოკრა. სეკოტერკში შეწყობილ თებშებს. ეს იყო ეგრეთ წოდებული უწყლოდ მრეცხავი მოწყობილობა, რომელიც თვალის დახამხამებაში შეიწოვს და შთანთქავს ყოველგვარ ჭუჭყს და ცხიმს. 1 უნცია წყალით საკმარისია, რომ სარკესავით გააპრიალოს 8 კვადრატული მეტრი ჭურჭელი. შეიძინეთ სეკოტერგი. სეკოტერგი იდეალურად რეცხავს ჭურჭელს. წყლის ზედმეტი წვეთიც არ დაგეხარჯებათ. ჭურჭელს ისე დაგიკრიალებთ, რომ მასთან სასწაულიც მოგონილი იქნება. უცებ ეს გულის გამაწყალებელი სარეკლამო სიმღერა გაახსენდა და თავიდან რომ ამოეგდო იკითხა. პიტი როგორ არის? კარგადაა, უკვე მე-4 კლასში გადავიდა. მე შენს კარგად იცი, იშვიათად ხედავ. ამას წინათ უკანასკნელი რეისიდან რომ დავბრუნდი, შემომხედა და მითხრა. ამ სიტყვებს მოჰყვა ჩვეულებრივი გაგრძელება. თუ შეიძლება ჩვეულებრივი ეწოდოს მშობლის ნაამბობს, მისი შესანიშნავი შვილის შესანიშნავი აზრების შესახებ. ზარმა გაიბზუილა და ოთახში მოღუშული, თლად გაწითლებული მარიო შემოვიდა. სვენსონმა შემოსვლისთანავე ხელი სტაცა მას. მარიო, შენი ჭირიმე, კონტეინერებზე სიტყვა არ დაძრა. დორას ვერაფრით ვერ უპატიებია, შენ რომ ჩემს სექტორში პირველი კლასის კონტეინერი დაიჭირე. თანაც დღეს რაღაც უხასიათოდაა. ნეტა კონტეინერების მეტი სადარდებელი არაფერი მქონდეს. რიოსმა ბეწვით გაწყობილი ქურტუკი გაიზრო, სავარძლის საზურგერზე მიაგდო და დაჯდა. ოთახში შემოსულმა დორამ ნაძალადევად გაუღიმა ახალმოსულ სტუმარს. ყავას ხომ არ დალევდი? ხო, უპასუხა მან და ანგარიშმიუცემლად მათარისკენ წაიღო ხელი. წყალი ჩემი მათარიდან იხმარეთ, დორა. სწრაფად ჩაილაპარაკა ლონგმა. მერე დამიბრუნებს. ხო, გაიმეორა რიოსმა. რა მოხდა, მარიო? კითხა ლონგმა. მითხარით, მისაყვედურეთ, 1 წლის წინ არ გაფრთხილებდით? პირქუშად ჩაიბურტყნა რიოსმა. 1 წლის წინ. ჰილდერის სიტყვის შემდეგ გამოიღეთ ხმა. მითხარით რამე, ლონგ? ლონგმა გაკვირვების ნიშნად მხრები აიჩეჩა. რიოსი განაგრძობდა. ნორმა დააწესეს, 15 წუთის წინ გამოაცხადეს. მერე 50,000 ტონა წყალი ერთ რეისზე. რაო? იფეთქა სვენსონმა. ეგ წყალი ხომ მარსიდან ასაფრენადაც არ გვეყოფა. საქმეც მაგაშია, კარგად მოფიქრებული დარტყმაა, კონტეინერების შეგროვებას ბოლო მოეღო. დორამ ყავა შემოიტანა და ფინჯანები ჩამოარიგა. რაზე ლაპარაკობდით? კონტეინერების შეგროვებას ბოლო მოეღო? დორა სახე გაბრწყინებული ჩაჯდა სავარძელში. სვენსონმა უმწეოდ გადახედა მეუღლეს. როგორც ეთყობა, თქვა ლონგმა, დღეიდან ნორმაა შემოღებული 50,000 ტონის ოდენობით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კოსმოსში ფრენას ვეღარ შევძლებთ. მერე რა მოხდა? დორამ ყავა მოსვა და მხიარულად გაიღიმა. ჩემი აზრით თუ გაინტერესებთ, ეს ამბავი ძალიან მომწონს. შესანიშნავი ღონისძიება გახლავთ. აბა მთელი ცხოვრება კოსმოსში ხომ არ უნდა გაატაროთ. დროა მუდმივ სამუშაოს მოვკიდოთ ხელი. მარსზე სათქვენო საქმეც მოიძებნება. სულაც არ ხუმრობ. აბა რა ცხოვრებაა კოსმოსში უთავბოლო ხეტიალი.
დორა გემუდარები გაჩუმდი, თქვა სვენსონმა. რიოსმა ღვიძლიანად ჩაილაპარაკა რაღაც, დორამ წარბები ასწია. მე უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი. აზრის გამოთქმის უფლებას ვერავინ წაგართმევთ, თქვა ლონგმა. მაგრამ მე სულ სხვა ამბავი მაწუხებს. ეჭვი არ მეპარებაო, რომ 50,000 ტონა მხოლოდ დასაწყისია. ყველამ კარგად იცის, რომ დედამიწა უკიდურეს შემთხვევაში ჰილდერის პარტია მაინც პოლიტიკური კაპიტალის დაგროვებას აპირებს წყლის ეკონომიის ხარჯზე. ეს კი სასიკეთოს არაფერს გვიქადის. როგორმე წყალი უნდა გამოვძებნოთ, თორემ ისინი ხელში აგვიყვანენ და მორჩა ვერაფერი გვიშველის, ხო მართალია? რა თქმა უნდა, თქვა სვენსონმა. საქმე სწორედ ეგაა, მაგრამ როგორ, რანაირად? თუ საქმე მარტო წყალს ეხება, მოულოდნელად შეეპასუხა რიოსი. მაშინ თქვენს მოგეხსენებათ, რომ მხოლოდ ერთი გამოსავალი გვაქვს. რადგან დედამიწა ნებით არ გვაძლევს წყალს, ძალითა ეშმაკობით უნდა წავართვათ. ოდესღაც დედამიწის ადამიანების ცინგლიანმა შიშარა მამებმა და პაპებმა თავიანთი თბილი პლანეტის დატოვება ვერ გაბედეს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თითქოს ისინი წყლის ერთადერთი ბატონ-პატრონები არიან. წყალი ადამიანების საერთო საკუთრებაა, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. ჩვენ ადამიანები ვართ, ესე იგი წყალი ჩვენიცაა, დედამიწის წყალზე ჩვენი უფლებებიც ვრცელდება. მაინც როგორ აპირებთ დედამიწიდან წყლის წამოღებას? კითხა ლონგმა. სულ უბრალოდ, დედამიწაზე წყლის მთელი ოკეანეებია და ყოველ კვადრატულ მილზე გუშაგებს ხომ ვერ დააყენებენ. ნებისმიერ დროს, როცა მოგვესურვება, დავждებით პლანეტის ღამეულ მხარეზე, კონტეინერებს წყლით ავავსებთ და უკან გამოვბრუნდებით. საინტერესოა, ხელს რითი შეგვიშლიან. რითი და 1000 გვარი საშუალებით, მარიო. თქვენ როგორ პოულობთ კოსმოსის უკიდაგანო სივრცეში კონტეინერებს? ლითონი სამთხელ კორპუსებს. როგორ? რადარის დახმარებით. ნუ თუ გონიათ, რომ დედამიწაზე რადარები არა აქვთ? როგორც კი დედამიწაზე მიხვდებიან, რომ მარსელები წყალს იპარავენ, რადარების ბადეს გააკეთებენ და მოახლოებულ ხომალდებს კოსმოსშივე შენიშნავენ. დორამ ახშფოთებით შეაწყვეტინა ლონგს. აი რას გეტყვით, მარიო, რიოს, ჩემი ქმარი ამ მტაცებლურ თავდასხმებში მონაწილეობას არ მიიღებს. მენაგვე კოსმონავტების ხომალდების წყლით მომარაგება თქვენთვის იქნებ მართლაც რამეს ნიშნავდეს, მაგრამ სინდისზე ხელის აღებად მაინც არ აღირს. ყველაფერს ჩვენს რეისებს რატომ უკავშირებთ, დორა? შვიდად შეაწყვეტინა რიოსმა. ახლავე თუ არ შევაჩერეთ ისინი, ხვალ სხვა რამეშიც ხელს მოგვიჭერენ. იქნებ დასალევი წყალიც არ მოგცენ. არ მოგცემენ და არც გვინდა, თქვა დორამ. მთვარეზე ან ვენერაზე ხომ არა ვართ უწყლობამ რომ შეგვაშინოს. პოლარული ქუდები საგმარისად გვაწოდებენ წყალს. ბინაში წყალსადენიც კი გვაქვს. ამ კვარტალში ყველას აქვს წყალსადენი. საერთოდ პირად მოთხოვნებზე ძალიან ცოტა წყალი იხარჯება, თქვა ლონგმა. წყალი მაღაროებსაც ჭირდებათ. ესეც რომ არ იყოს, ჰიდროპონურ აუზებს რაღა უყოთ? ეს მართალია, თქვა სვენსონმა. ჰიდროპონურ აუზებს რაღა უყოთ, დორა? მათთვის წყალი აუცილებელია. სულ დედამიწიდან გამოგზავნილი კონდენსირებული ბოსტნეულით ხომ არ უნდა ვიკვებებოდეთ? დროა საკუთარი ქორფა ბოსტნეულის მოყვანაზეც ვიზრუნოთ. ერთი ამას დამიხედეთ, დამცინავად შეაწყვეტინა დორამ. ნეტა ქორფა ბოსტნეულის რა გაგეგება? გინახავს კი ოდესმე? რატომაც არ მინახავს? გახსოვს ერთხელ სტაფილო რომ მოვიტანე. მერე და რა განსაკუთრებული ის იყო? ჩემი აზრით, კარგად შეზავებული ჩვენებური საჭმელი უფრო გემრიელიც არის და სასარგებლოც. უბრალოდ ახლა მოდაშია ქორფა ბოსტნეულზე ლაპარაკი, რადგან ამოყბადაღებული ჰიდროპონიკის გამო გადასახადებს ადიდებენ, როგორმე ყველაფერი მოგვარდება. არა მგონია, თქვა ლონგმა, ყოველ შემთხვევაში თავისთავად არაფერი არ მოგვარდება. შემდეგი კოორდინატორიც ალბათ ჰილდერი იქნება და მაშინ შეიძლება ჩვენი საქმე ცუდად წავიდეს, თუ სანოვაგის მოწოდებაც შეგვიწყვიტეს. ეს უკვე მეტის მეტია, ტედ, წამოიძახა რიოსმა. როგორ მოვიქცეთ? რა ვქნათ? იმიტომაც გეუბნებით, წყალი ძალით უნდა წამოვიღოთ მეთქი. უნდა წამოვიღოთ, მორჩა და გათავდა. მე კი ვამბობ, არ შეიძლება მეთქი. მარიო, ნუ თუ არ გესმით, რომ ეს დედამიწელთა გზაა. მარიო, თქვენ ისევ იმ ჭიპლარს ებღაუჭებით, რომელიც მარს დედამიწასთან აკავშირებს. ნუ თუ მისი გაწყვეტა არ შეგიძლიათ. ნუ თუ მარსელთა გზას ვერ ახედავთ. ვერ ავხედავ, იქნებ თქვენ ამიხსნათ. კეთილი, აგიხსნით თუ ყურს დამიგდებთ. რას გულისხმობთ ჩვენ, როცა მზის სისტემაზე ვლაპარაკობთ? მერკურს, ვენერას, დედამიწას, მთვარეს, მარსს, ფობოს და დეიმოს. სულ 7 ციური სხეულია, მაგრამ ეს ხომ მზის სისტემის 1%-საც არ შეადგენს. იმ დანარჩენ 99%-თან კი ყველაზე ახლოს ჩვენ ვართ. მარსელები, ხოლო მარსის იქით ამ მხარეს მზისგან მოშორებით წყლის უთვალავი მარაგია. ყველა გაოცებით მიაჩერდა მას. სვენსონმა გაუბედავად კითხა. თქვენ იუპიტერის და სატურნის ყინულის გარსი გაქვთ მხედველობაში? არა მარტო ეს,
მაგრამ თუ დამეთანხმებით, იქაც საკმარისი წყალია, 1000 მილი სისქის ყინულის ფენა, წყლის ამოუწურავი მარაგია. მაგრამ ის ხომ ამიაკითაა დაფარული, კითხა სვენსონმა. თანაც ჩვენ დიდ პლანეტაზე დაჯდომა არ შეგვიძლია. ვიცი, უპასუხა ლონგმა, მაგრამ მე ამ პლანეტებს სულაც არ ვგულისხმობდი. გალაქტიკა ამ დიდი პლანეტებით ხომ არ ამოიწურება, თანამგზავრები და ასტეროიდებიც ხომ არიან. აი მაგალითად, ასტეროიდი ვესტა, მისი დიამეტრი დაახლოებით 200 მილს აღწევს და ერთიანად ყინულის სქელი ფენითაა დაფარული. ამაზე რა სიტყვით? ტედ, განა კოსმოსში ნამყოფი არა ხართ? კითხა რიოსმა. თქვენც ხომ იცით რომ ვიყავი, ამით რისი თქმა გინდათ? ცოდნით კი ვიცი, მაგრამ თქვენ ისევ დედამიწის ადამიანივით ლაპარაკობთ. მანძილზე არ გიფიქრიათ? ასტეროიდი ჩვენს პლანეტას საშუალოდ 120 მილიონ მილზე მეტად არ უახლოვდება. ეს ორჯერ აღემატება მარსსა და ვენერას შორის მანძილს. მე მგონი თქვენც იცით რომ ეს მანძილი ლაინერებსაც კი არასდროს არ გადაულახავთ ერთი რეისით. ჩვეულებრივად ისინი დედამიწაზე ამ მთვარეზე ხდებიან ხოლმე. თქვენი აზრით, რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს კოსმოსში დარჩენა? არ ვიცი, თქვენი აზრით რამდენ ხანს გაძლევთ? თავს ნუიკატუნებთ, ყველაფერი მშვენივრად იცით, დაახლოებით 6 თვეს. რომელ ცნობარშიც გნებავთ ჩაიხედეთ, კოსმოსში 6 თვეზე მეტ ხანს თუ გაჩერდებით, ფსიქიატრს ვერ ასწდებით, ხომ ასეა დიკ? სვენსონმა თავი დაუქნია. ეს რაც შეეხება ასტეროიდებს, ახლა პლანეტებს გადავხედოთ, განაგრძობდა რიოსი. მარსიდან იუპიტერამდე 330 მილიონი მილია, სატურნამდე 700 მილიონი, ასეთ მანძილის გადალახვას, რომელიც სულიერი შეძლებს. წარმოიდგინეთ, თითქოს ჩვეულებრივი სიჩქარით მიფრინავთ. დავამრგვალოთ და დაუშვათ, რომ 200,000 მილს გადიხართ საათში. ესე იგი თქვენ დაგჭირდებათ? მოითმინეთ, აჩქარება და დამოხრუჭება ხომ უნდა გავითვალისწინოთ? იუპიტერამდე 6-7 თვე, სატურნამდე კი დაახლოებით მთელი წელიწადი. რა თქმა უნდა, ტექნიკურად საათში მილიონი მილის განვითარებაც შეიძლება, მაგრამ საამისოდ წყალს სად იშოვით? ერთი შეხედეთ რა ყოფილა ეს სატურნი, დაიწრიპინა ვიღაცამ. ამ ხმის პატრონი რიოსის გვერდით იდგა, ცხვირმოთხუპნული და თვალებ დაჭყეტილი. დორა ელდანაკრავივით შემობრუნდა. პიტერ, აბა ახლავე შენს ოთახში მოусვი? დედიკო, ვიქნები რა? აბა ჩქარა, რა გითხარი? დორა გეთაყვა უთხრა სვენსონმა. ბავშვს მიუჯექი, ხომ იცი როცა ყველანი ვლაპარაკობთ, მასაც ზალაუნებურად ყურადღება ეფანტება. დორამ ჯიუტად ჩაიბუზღუნა და ოთახიდან ფეხი არ მოიცვალა. ასადაც არ წავალ, სანამ არ გავიგებ რა აქვს გუნებაში ტედ ლონგს. გულახდილად გეტყვით, რაღაც არ მომწონს ეს ამბავი. კარგი გეყოფა, თქვა სვენსონმა, სატურნსა და იუპიტერს მოვეშვათ, ტედს ალბათ აზრადაც არ ჰქონია მათი გამოყენება. ვესტაზე კი მართლაც ღირდა დაფიქრება. ასტეროიდამდე 10-12 კვირაში მივაღწევდით. იგივე დრო დაგჭირდებოდა უკან დასაბრუნებლად. 200 მილი დიამეტრი 4 მილიონი კუბური მილი ყინული, არა? მერე რა თქვა როისმა, ვესტაზე რა უნდა გავაკეთოთ? ყინულის მოპოვებას შეუდგეთ, მაღაროები მოვაწყოთ, მერე დაიცით ამას რამდენი თვე დასჭირდება? მე სწორედ სატურნს გულისხმობდი და არა ვესტას, შეეპასუხა ლონგი. სატურნამდე 700 მილიონი მილიაო ვეუბნებით, ის კი მაინც თავისას გაიძახის. კეთილი, თქვა ლონგმა. ერთი ეს მითხარით, მარიო, რა იცით რომ ადამიანი კოსმოსში 6 თვეზე მეტ ხანს ვერ გაძლებს? ეშმაკმა დაალახროს, ეს ხომ ყველამ იცის. იცის მხოლოდ იმიტომ, რომ ასეა ჩაწერილი კოსმოსური გაფრენების სახელმძღვანელოში. ეს ზღვარი დედამიწის მფრინავებისა და კოსმონავტების გამოცდილების საფუძველზე დაადგინეს დედამიწის მეცნიერებმა. თქვენც ისე მსჯელობთ, თითქოს დედამიწელი იყოთ და არა მარსელი. რაცა უნდა იყოს, მარსელიც ადამიანი გახლავთ. რა უაზრობაა, თქვენ თვითონ რამდენჯერ ყოფილხართ კოსმოსში 6 თვეზე მეტ ხანს? განა ამას რაიმე შედეგი მოჰყოლია? ამ შემთხვევაში ეგ არაფერ შუაშია, თქვა რიოსმა. აქ სულ სხვა ამბავია. იმიტომ ხომ არა რომ თქვენ მარსელი ხართ, ან იქნებ იმიტომ რომ პროფესიული მენაგვი კოსმონავტი ბრძანდებით. არა, მხოლოდ იმიტომ რომ დავშვიდებული ვართ, რადგან შორეულ რეისში არ მიმყოფებით და როცა მოგვესურვება, ყოველთვის შეგვიძლია მარსზე დაბრუნება. მაგრამ თქვენ ეს სულაც არ გინდათ, მეც ამას ვამბობ, დედამიწაზე უშველებელ კოსმოფრენებს აგებენ 15 კაციანი ეკიპაჟისთვის, გზავრებს თუ ჩავთვლით. ხომალდებში მიკროფილმების ბიბლიოთეკებსაც აწყობენ, კაცი უკეთეს ვერც ინატრებდა, მაგრამ მათი გაფრენის მაქსიმალური ვადა 6 თვეს მაინც არ აღემატება. მარსელი მენაგვე კოსმონავტების ხომალდებში 2-2 კაიუტა და ერთი შემცვლელია, მაგრამ ამ პრიმიტიული საშუალებებით კოსმოსში ჩვენ უფრო დიდხანს ვცვლებთ ვიდრე ისინი. თქვენ ალბათ უარს არ იტყოდით ხომალდში ერთ წელს ცხოვრებაზე და სატურნზე სიამოვნებით გაფრინდებოდით, ჩაურთო დორამ. რატომაც არა, დორა, თქვა ლონგმა. ნუ თუ ვერ ხედავთ, რომ ჩვენ ამის უნარი შეგვწევს. დედამიწის მკვიდრი ამას ვერასოდეს ვერ შეძლებენ. ისინი ნამდვილ სამყაროში ცხოვრობენ. მათ ღია ცა და მუდამ ახალი საჭმელი აქვთ. ჰაერი არ აკლიათ და წყალი.
ბუნება მათთვის არაფერი არ დაიშურა და კოსმოსურ ხომალდებში ყოფნას იმიტომ უჭირთ, რომ იქ დედამიწელთათვის უცხო და ძნელა დასატანი გარემოა. ამიტომაცაა 6 თვე მათთვის გადაულახავი ზღვარი. მარსელების საქმე კი სულ სხვაა. მთელ ცხოვრებას ჩვენ თითქოს ხომალდში ვატარებთ. მარსი ხომ ვეებერთელა ხომალდია. მისი დიამეტრი 2.500 მილამდე აღწევს. მის ერთი ბეწოს სათავსოებში 50,000-მდე ადამიანი ცხოვრობს. მარსზე ისე ვართ გამოკეტილი, თითქოს ხომალდში ვიყოთ. დედამიწიდან მოტანილი ჰაერით ვსუნთქავთ. ვსვამთ დედამიწიდან მოტანილ წყალს, რომელსაც გაუთავებლად ვასუფთავებთ, ხელმეორედ ვსვამთ. კვებითაც კი მარსზე იმავე საკვებით ვიკვებებით, რითაც ხომალდზე იკვებებიან. ამიტომ კოსმოფრენში თავს მშვიდად გრძნობთ. აი თითქოს ჩვეულებრივ ცხოვრებას ვაგრძელებდეთ. თუ საჭირო იქნა, კოსმოსში 1 წელზე მეტსაც გავძლებთ. დიკიც გაძლებს, იკითხა დორამ. ყველანი გავძლებთ. იცით რას გეტყვით? დიკს თავი დაანებეთ, ტედ ლონგ, თქვენ და მარიომ, სხვის კონტეინერებს რომ იპარავს. რამდენიც გნებავთ იმდენი იყბედეთ იმაზე, თუ როგორი ხეტიალებთ კოსმოსში 1 წელიწადს. თქვენ მარტოხელები ხართ, დიკს კი ცოლშვილი ყავს და მისთვის ესეც საკმარისია. ის მუდმივ სამუშაოს მარსედას თავისუფლად იშოვის. კოსმოსში რა ესაქმება, ღმერთო ჩემო. წარმოიდგინეთ, სატურნზე რომ მიფრინდეთ და იქ წყალი არ დაგხვდეთ, უკან როგორ გადაბრუნდებით. წყალი რომ დაგჭეთ კიდეც, სანუ ვაგე მაინც არ გეყოფათ. ასეთი უაზრობა ჯერ არ მსმენია. მოითმინეთ დორა, უთხრა აღელვებულმა ლონგმა. მე ყველაფერი მოფიქრებული მაქვს. კომისარ სენკოვსაც მოველაპარაკე, ისიც დაგვეხმარება, მაგრამ ჩვენ ხალხი და ხომალდები გვჭირდება. მათი შერჩევა მე არ შემიძლია. ახალბედა ვარ და ყურს არავინ დამიგდებს. თქვენ ვეტერანები ხართ, ყველა გიცნობთ და პატივს გცემთ. თუ არ გინდათ, ნუ გამომყვებით, ოღონდ მხარი დამიჭირეთ, დანარჩენების დარწმუნებაში და მოხალისეთა შერჩევაში დაგეხმარებით. უწინარეს ყოვლისა ბუზღუნით შეაწყვეტინა რიოსმა. ერთი რამეც უნდა ამიხსნათ. დაუშვათ, რომ სატურნზე მივფრინდით. სად არის იქ წყალი? საქმეც ამაშია, მარიო, უპასუხა ლონგმა. სატურნზე სწორედ ამიტომაც მივფრინავთ. წყალი იქ უბრალო ჰაერში დაფრინავს და ელოდება, როდის მოვლენ მის წასაღებად. ჰემიშ სენკოვი მარსზე რომ მოვიდა, პლანეტაზე ძეხორციელი არ დახვედრია. დაბადებით მარსელებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ახლა კი მარსზე 200-ზე მეტი თოთობავში მაინც იქნებოდა. ეს იყო სისხლით და ხორცით მარსელთა მესამე თაობა, რომლის მამებიც და პაპებიც ამ პლანეტაზე დაიბადნენ და აქ გაიზარდნენ. სენკოვი მაშინ 20 წლისა იყო. მარსის კოლონია დედამიწიდან მოფრენილი ხომალდების პატარა ნავსაყუდელს წარმოადგენდა. მხოლოდ ხომალდები ჰერმეტული მიწისქვეშა გვირაბებით უკავშირდებოდნენ ერთმანეთს. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. მარსი სენკოვის თვალწინ გამოცოცხლდა და გაშენდა. პლანეტის ზედაპირზე შენობები წამოიზარდნენ. მის თვალწინ გაჩნდა პირველი სატვირთო საწყობები. კოსმოსურ ხომალდებს მთელი თავისი ბარგი ბარხანით რომ იტევდა. მარსის ხელუხლებელი სიღრმეები დაისერა შახტებისა და გვირაბების გრანდიოზული ხლართებით. მარსის მოსახლეობა კი 50 კაციდან 50,000-მდე გაიზარდა. სენკოვი თავს ისედაც მოხუცებლად თვლიდა. ახლა კი დედამიწიდან მოსული ადამიანების სტუმრობამ კიდევ უფრო შორეული მოგონებებიც გაუღვიძა. სტუმარმა მის გონებაში გააცოცხლა და მთელი სიცხადით აამოძრავა თბილი და მყუდრო სამყაროს მივიწყებული სურათები. მშობლიური დედამიწა, თავის კალთაში რომ ელოლიავებოდა კაცობრიობას. გეგონებოდათ ახალმოსულნაც ესესაა დატოვა ეს კალთაო. სენკოვმა თვალი შეავლო სტუმარს. არც ისე მაღალი და გამხდარი, უფრო სწორედ ოდნავ სუქანიც კი ჩანდა. შავი თმები ფაქიზად გადაევარცხნა, სახე მოვლილი და გაკრიალებული ჰქონდა, ულვაშებიც გულდასმით დაეყენებინა. ისეთ კეწკეწა და ფაქის მოდურ კოსტუმში იყო გამოწყობილი, რომ პლასტიკისა თუ იქნებოდა. სენკოვს მარსზე შეკერილი ტანსაცმელი ეცვა, სუფთა და მოხერხებული, მაგრამ უსაშველოდ ძველი მოდისა. მისი პირქუში სახე ღრმა ნაოჭებს დაესერა, თმები რახანია გაუთეთრდა და ლაპარაკის დროს ხვანჩი ნერვიულად უტოკავდა. სტუმარს მაერონ დიგბი ერქვა, ის დედამიწის გენერალური ასამბლეის წევრი იყო, სენკოვი კი მარსის კომისარი გახლდათ. სენკოვმა თქვა, ეს ძალიან მძიმე დარტყმაა ჩვენთვის და ჩვენი უმრავლესობისთვისაც, კომისარო. თუ ასეა, მაშინ გულწრფელად უნდა ვაღიარო, რომ ვერაფერი გამიგია. მე დედამიწაზე დავიბადე, მაგრამ სულაც არ ვაცხადებ იმის პრეტენზიას, რომ მის პრობლემებში გავერკვე. მაგრამ თქვენ უნდა შეიგნოთ, რომ მარსზე ცხოვრება მეტად ძნელია. ხომალდებში ძალიან დიდი ადგილია საჭირო იმისათვის, რომ აუცილებელი სანოვაგით, წყლითა და ნედლეულით მოგვამარაგოთ. რა გასაკვირია თუ ზოგჯერ წიგნებისა და კინოქრონიკის გამოსაგზავნად ადგილი აღარ რჩება. ვიდეო პროგრამებიც წელიწადში მხოლოდ ერთხელ, პირისპირ დგომის თვეში აღწევენ ჩვენამდე, მაგრამ ხალხი მაშინაც ძალიან დაკავებულია და მის საყურებლად ვერ იცლის. მე როგორც კომისარი საპლანეტათაშორისო პრესის სააგენტოდან
სისტემატურად ვიღებ ყოველკვირეულ ცნობას, მაგრამ დრო არ მაქვს ყურადღებით გავეცნო მას. შეგიძლიათ პროვინციელები გვიწოდოთ, სავსებით მართალი იქნებით, ისე რომ როცა ამდაგვარი რაღაც ხდება, ჩვენ უმწეოდ გადავხედავთ ხოლმე ერთმანეთს. ამით იმის თქმა ხომ არ გსურთ, ნელა წარმოთქვა დიბმა, რომ მარსზე არაფერი ხსმენიათ გამფლანგველობის საწინააღმდეგო კომპანიის თაობაზე, ჰილდერი რომ ატარებს. ცოტა რამ გაგებული გვაქვს. ერთ ახალგაზრდა მენაგვე კოსმონავტს, კოსმოსში დაღუპული ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრის შვილს, სენკოვი ჩაფიქრდა და კისერი მოიწმინდა. ძალიან უყვარს კითხვა დედამიწის ისტორიისა და ამდაგვარ საკითხებზე. კოსმოსში ყოფნის დროს ვიდეო გადაცემებსაც იჭერს ხოლმე. აი სწორედ მან მოусმინა ჰილდერს და მერე ყველაფერი მიამბო. რამდენადაც მახსოვს, ეს მისი პირველი სიტყვა უნდა ყოფილიყო. ბუნებრივია, რომ ამისთვის სერიოზული ყურადღება არ მიმიქცევია, თუმცა ამის შემდეგ უფრო გულდასმით ვათვალიერებდი საპლანეტათაშორისო პრესის ახალ ცნობებს. მაგრამ იქ თითქმის არაფერი წერია ჰილდერზე, ხოლო ის რაც იწერებოდა, მას საკმაოდ მოსულელო პიროვნებად ასახავდა. დიახ, კომისარო, თქვა დიგბმა. თავდაპირველად ყველაფერი ეს ხუმრობას გავდა. სენკოვმა გრძელი ფეხები გაჭიმა და ერთმანეთზე გადააწყო. მე მგონი ეს ამბავი დღესაც ძალიან გავს ხუმრობას. რით ასაბუთებს ჰილდერი თავის აზრს? იმით, რომ ჩვენ წყალს ვანიავებთ? კი, მაგრამ ციფრებით არ დაინტერესდა? მე ყველა ციფრი ხელთა მაქვს. ვუბრძანე, რომ თქვენი კომისიის მოსვლისათვის მოემზადებინათ. აი ზოგიერთი მათგანი. დედამიწის ოკეანები 400 მილიონ კუბურ მილ წყალს შეიცავენ. ყოველი კუბური მილი წყალი კი დაახლოებით 4,5 მილიარდ ტონას იწონის. არც თუ ისე ცოტა გახლავთ. ჩვენ გაფრენებზე ამ უზარმაზარი მარაგის უმნიშვნელო ნაწილს ვხარჯავთ. ხომალდის გაქანება ძირითადად დედამიწის მიზიდულობის არეში ხდება. გამოტყორცნილი წყალი ისე ოკეანეში ბრუნდება. ჰილდერი ამას არ ითვალისწინებს. ის მაშინაც ტყუის, როცა ამბობს, გაფრენებზე მილიონობით ტონა წყალი იხარჯებაო. ფაქტიურად ეს დანახარჯი 100,000 ტონას არ აღემატება. ახლა დაუშვათ, თითქოს წელიწადში 50,000-ჯერ გავდიოდეთ კოსმოსში. ეს რა თქმა უნდა ძალიან ბევრია. სინამდვილეში 1500-იც არ შეგროვდება, მაგრამ მაინც დაუშვათ, თითქოს 50,000 გაფრენა გქონდეს. მით უმეტეს, რომ რეისების რიცხვი წლითი წლობით გაიზრდება. ხო და აი წელიწადში ამ 50,000 გაფრენის დროსაც კი კოსმოსის სივრცეებში დაიკარგება 1 კუბური მილი წყალი. ეს იმას ნიშნავს, რომ მილიონი წლის მანძილზე დედამიწა დაკარგავს თავისი წყლის მარაგის მხოლოდ 1/4-ს. კომისარო, საპლანეტათაშორისო მეკავშირეებმაც სცადეს ჰილდერის წინააღმდეგ ასეთი მონაცემების გამოყენება, მაგრამ განამშრალი მათემატიკით დაამარცხებ მძლავრ ემოციურობას. ჰილდერმა ეშმაკურად გამოიყენა სიტყვა გაფლანგვა. მან ეს სიტყვა ხარბი და ულმობელი არამზადების შეთქმულების სიმბოლოდ აქცია. ეს არამზადები პირადი გამორჩენის გულისთვის უმოწყალოდ ყლეფენ დედამიწას. ჰილდერმა ბრალი დასდო მთავრობას, რომის სულ ასეთი ადამიანებისგან შედგება, ასამბლეას, რომის მთავრობას ემორჩილება, პრესას, რომის მათი საკუთრებაა, სამწუხაროდ საშუალო ადამიანს ყველაფერი ეს სინამდვილე ჰგონია. მან მშვენივრად იცის, რა უმოწყალოდ ექცევიან ეგოისტები დედამიწის სიმდიდრეს. მან მშვენივრად იცის შფოთიანობის დროს ჩვენმა წინაპრებმა როგორ გაანადგურეს ნავთის მარაგი, იცის როგორ დაღუპეს ნოყიერი მიწები. გვალვიანობის დროს ფერმერს სულ არ აინტერესებს ის, რომ კოსმოსურ გაფრენებზე დედამიწის საერთო მარაგთან შედარებით 1 ყლუპი წყალი იხარჯება. ჰილდერმა მას დამნაშავე დაუსახელა. უბედურების დროს კი ყველაზე დიდი ნუგეშისცემა სწორედ ის არის, როცა იცი ვისაც უნდა დასდო ბრალი. რაღაც მშრალი ციფრების გულისთვის არც ერთი მათგანი უარს არ იტყვის ამ ნუგეშისცემაზე. აი სწორედ ეს არ მესმის, თქვა სენკოვმა. იქნებ მე არ ვიცი როგორ ცხოვრობს ახლა დედამიწა, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ იქ გვალვით შეშინებული ფერმერების გარდა სხვა ხალხიც არის. როგორც ახალი ამბების ცნობებიდან გავიგე, ჰილდერის მომხრეები უმცირესობას შეადგენენ. ვერ გამიგია ამ ერთი მუჭა ფერმერებისა და მათი ახირებული მოკარნახეების ნებასრულს, რა დაჰყოლია მთელი დედამიწა. იმად კომისარო, რომ ადამიანს ასეთი ჩვეულება აქვთ, ისინი მუდამ პირად კეთილდღეობაზე, პირად მომავალზე ზრუნავენ. ფოლად სასხმელი კომპანიები ხედავენ, რომ კოსმოსური გაფრენების ეპოქა უფრო მეტ ისეთ მსუბუქ შენადნობებს მოითხოვს, რომლებიც რკინას არ შეიცავენ. სამთო-ერთა პროფკავშირები სხვა პლანეტების კონკურენციას უფრთხიან. დედამიწაზე ყველა ვინც თავისი პირადი საჭიროებისთვის ალუმინს ვერ იშოვის, დარწმუნებულია, რომ ალუმინის მთელი მარაგი მარსზე იგზავნება. მე ერთ არქეოლოგს ვიცნობ, პროფესორი გახლავთ, და აი ეს პროფესორი გამფლაგველობის წინააღმდეგ ილაშქრებს, მხოლოდ იმიტომ, რომ მთავრობისგან ვერ მიიღო გათხრებისთვის აუცილებელი ფული. ის დარწმუნებულია, რომ სახელმწიფოს ფონდი სულ კოსმოსურ მედიცინაზე და რაკეტულ გამოკვლევებზე იხარჯება. ეს იმაზე მიუთითებს, ჩაურთო სენკოვმა, რომ დედამიწის ადამიანები ბევრით არ განსხვავდებიან ჩვენგან,
მარსელებისგან. გენერალური ასამბლეა რაღაც აკეთებს, მას რაღა აიძულებს, რომ ჰილდერს დაუჭიროს მხარი. დგ-მა სწარედ ჩაიცინა. არც ისე სასიამოვნო გახლავთ პოლიტიკის წვრილმანების განმარტება. ჰილდერმა კანონპროექტი შემოიტანა და მოითხოვა, რომ კოსმოსურ გაფრენებში გაფლანგვის გამორკვევის მიზნით სპეციალური კომისია შექმნილიყო. რა თქმა უნდა, გენერალური ასამბლეის 3/4-ზე მეტი ასეთი გამოძიების წინააღმდეგი იყო, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ ეს უმაქნისი და არაფრის მომცემი ბიუროკრატიული ღონისძიებაა, მაგრამ რომელი კანონმდებელი გარისკავს და აიმაღლებს ხმას გაფლანგვასთან დაკავშირებული გამოძიების წინააღმდეგ. მაშინვე ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნება, თითქოს მას რაღაცის ეშინია, თითქოს ის რაღაცას მალავს, იქნება ამ გაფლანგვიდან რაღაც სარგებლობასაც იღებს. ჰილდერი ასეთი ბრალდების წამოყენებას არ მოერიდება. ამან კი, სულ ერთია ეს ბრალდება მართალი იქნება თუ მონაჭორი, შეიძლება ამ მომრჩევლებზე იმოქმედოს მომავალი არჩევნების დროს. ერთი სიტყვით, ჰილდერის კანონპროექტი გავიდა. მერე კომისიის წევრების დანიშვნაც დაიწყო. ყველამ, ვინც კი ჰილდერის წინააღმდეგ იყო, კომისიას თავი აარიდა, რომ აეცილებინა სამარცხინო და თავის მოსაჭრელი გადაწყვეტილება. უმჯობესია გვერდზე გადგე და ჰილდერის ცეცხლო ქვეშ არ მოექცე. ამგვარად მე აღმოჩნდი კომისიის ერთადერთი წევრი, რომელიც საჯაროდ კიცხავდა ჰილდერს. ეს სითამამე მომავალ არჩევნებზე ალბათ მანდატს დამაკარგვინებს. იმედი მაქვს, რომ საქმე აქამდე არ მივა, უთხრა სენკოვმა. ჩვენ გვეგონა, რომ მარს უფრო მეტი მეგობრები ჰყავდა, ვერ გამიგია მაინც რას ესწრაფვის ეს ჰილდერი. ჩემი აზრით ეს ნათელია, თქვა დგ-მა. უნდა რომ მსოფლიოს კოორდინატორი გახდეს. თქვენი აზრით მიაღწევს კი თავისას? თუ რაიმე მხელი არ შეუშალა, მიაღწევს და მერე ამ კომპანიასაც შეწყვეტს? არ ვიცი, იქნებ ჯერ არც კი უფიქრია. კოორდინატორი რომ გახდება, რას გააკეთებს? თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ჰილდერი ამ კამპანიას ვერ შეწყვეტს. ეს მის პოპულარობას დასცემს. ესეც რომ არ იყოს, მოძრაობა უკვე მისი კონტროლიდან გამოვიდა და ვითარდება. სენკოვმა ისევ კისერი მოიფხანა. ცუდია, მაგრამ რას იზამ, ამ შემთხვევაში თქვენ უნდა გვირჩიოთ რამე. როგორ მოვიქცეთ ჩვენ, მარსის ბინადარნი, რა ვქნათ? დგ-ი ადგა და ფანჯარასთან მივიდა. მან თვალი შეავლო მეზობელი შენობების დაბალ გუმბათებს, წითელი კლდეებით მოფენილ ლუსიცოცხლო ვაკეს, ლილისფერ ზეცას და ჩამოვალ მძეს. დგ-ი არ შემოbrunებულა, ისე იკითხა. თქვენ მართლა მოგწონთ აქ მარსზე? სენკოვმა გაიღიმა. მარსელების უმრავლესობამ თავისი პლანეტის გარდა სხვა არაფერი იცის და მარსის შემდეგ დედამიწა ალბათ უცნაურ და უჩვეულო სამყოფელად მოგვეჩვენებოდა. ნუ თუ დედამიწას ვერ შეეჩვიეთ, არ შეიძლება რომ კაცს მარსის შემდეგ დედამიწა არ მოეწონოს. ნუ თუ თქვენი ადამიანებისათვის სასიამოვნო არ იქნება, რომ ღია ცის ქვეშ თავისუფლად ისუნთქონ სუფთა ჰაერზე. თქვენ ხომ ოდესღაც გიცხოვრიათ დედამიწაზე, ხომ გახსოვთ როგორია დედამიწა? ბუნდოვნად და მაინც ძნელია ამის ახსნა. დედამიწა უბრალოდ არსებობს და მეტი არაფერი. ის ადამიანებისათვისაა მოწყობილი და ადამიანებიც შეწყობილი არიან მასთან. ისინი დედამიწას აღიქვამენ ისეთად, როგორიც არის. მარსზე ყველაფერი სხვაგვარადაა, ის ჯერ დაუსახლებელია. ადამიანებისათვის არაა მოწყობილი. საჭიროა მისი გადაკეთება. აქ ადამიანები მზამზარეულად არაფერს არ იღებენ. საკუთარი ხელით აშენებენ თავიანთ სამყაროს. მარსზე ჯერ არაფერია განსაკუთრებული, მაგრამ წლების შემდეგ მშენებლობას რომ მოვრჩებით, მივიღებთ იმას, რაც ჩვენ გვჭირდება. თავისთავად ხომ შესანიშნავი გზნობაა, იცი რომ შენ თვითონ აშენებ სამყაროს, ამის შემდეგ მიწაზე ყოფნა ცოტა არ იყოს მოსაწყენი იქნება. მე მგონი ყველა მარსელი ისეთი ფილოსოფოსი არ არის, რომ ამ მძიმე ცხოვრების კმაყოფილი იყოს, რომ მომავლის გულისთვის, რომელსაც თვითონ იქნებ ვერც კი მოესწროს, შეეპასუხა დგ-ი. არა, მთლად ასე არ არის. სენკოვმა ფეხი ფეხზე გადაიდო, კოჭზე ხელი გადაისვა და განაგრძო. მე გითხარით, რომ მარსელები ბევრი რამე თქვანან დედამიწის ადამიანებს. ისინი ადამიანები არიან, ადამიანებს კი მაინც და მაინც არიტაცებს ფილოსოფია, მაგრამ მზარდ სამყაროში ცხოვრება მაინც რაღაცას ნიშნავს. თუნდაც კაცი ამას სულაც არ უფიქრდებოდეს. მარსზე მოვედი თუ არა, მაშინვე მამაჩემს გაუგზავნე წერილი. ის ბუღალტერი იყო და ისე მოკვდა, რომ სხვა სიკეთეს ვეღარ ეღირსა. ის რომ მოკვდა, დედამიწა თითქმის ისეთივე იყო, როგორც მისი დაბადების დროს. მას არავითარი ცვლილება არ უნახავს. ერთი დღე არაფრით არ განსხვავდებოდა მეორისგან. ცხოვრება მისთვის სიკვდილამდე თავის გატანას ნიშნავდა. მარსზე კი სულ სხვა ამბავია. აქ ყოველ დღეს რაღაც სიახლე მოაქვს. ქალაქი იზრდება, ვენტილაციის სისტემა ფართოვდება, პოლუსებიდან წყალსადენი გამოგვყავს. ახლა კინოქრონიკის ასოციაციის დაარსებას ვაპირებთ, სახელად მარსის პრესას დავარქმევთ. თუ თქვენ არასდროს არ გიცხოვრიათ ისეთ ადგილას, სადაც ყველაფერი განუწყვეტლივ იზრდება და იცვლება, მაშინ ვერას გზით ვერ გაიგებთ, რა რიგ შესანიშნავი და მიმზიდველია ყველაფერი ეს.
არა, რა თქმა უნდა, მარსი პირქუში და ღარიბი პლანეტაა, დედამიწა მასზე მყუდრო ადგილია, მაგრამ რატომღაც მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ბავშვები უბედურები იქნებიან, თუ მათ დედამიწაზე წაიყვანენ. უმრავლესობამ იქნებ ვერც კი გაიგოს რატომ, მაგრამ მაინც იგრძნობს, რომ ზედმეტი ადამიანია დედამიწაზე. შიშობ ბევრი მართლაც ვერ შეეგუება დედამიწას. დიგბი შემოbrunდა, გადატკეცილი ვარდისფერი შუბლი ღრმა ნაოჭებით დაესერა. ასეთ შემთხვევაში მე თქვენ მებრალებით, კომისარო, ყველანი მებრალებით. რატომ და იმიტომ, რომ არ ამგონია თქვენ მარსელებმა რაიმე შეცვალოთ. ვერც თქვენ, ვერც მთვარის და ვერც ვენერის ბინადარნი ვერ შეცვლიან ვერაფერს. ყველაფერი თავისთავად მოხდება. 1 და 2 წელს, არც 5 წელს არ აქვს მნიშვნელობა. სულ მალე ყველას დედამიწაზე მოგიწევთ დაბრუნება თუკი წყლის მარაგი სადმე არ აღმოაჩინეთ, სადმე გარდა დედამიწისა. სენკომმა თავი გააქმნია. საეჭვოა რომ ეს შესძლოთ, არა? დიახ, საეჭვოა. თქვენი აზრით სხვა გამოსავალი არ არის? არა. დიგბი წავიდა. სენკოვი ერთხანს გაუნძრევლად იჯდა და იატაკს დასჯერებოდა. მერე ადგილობრივი ვიდეოფონის ნომერი აკრიფა. ცოტა ხანს შემდეგ ეკრანზე ტედ ლონგის სახე გამოჩნდა. შენ მართალი იყავი, შვილო, უთხრა სენკომმა. ისინი უძლურები არიან. ისიც კი, ვინც ჩვენს მხარეზეა, სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. შენ როგორ მიხვდი? კომისარო, უპასუხა ლონგმა. როცა შფოთიანობის დროზე, განსაკუთრებით კი მე-20 საუკუნეზე წაიკითხავ ყველაფერს, რისი წაკითხვაც შესაძლებელია, მაშინ პოლიტიკის ყველაზე მოულოდნელი ახირებას ვერ გაგაოცებს. შესაძლოა, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, შვილო, დიგბი თან აგვიგრძნობს, გულწრფელად თან აგვიგრძნობს და მეტი არაფერი. ის ამბობს, რომ ან მარსი უნდა დავტოვოთ, ან წყალი უნდა მოვძებნოთ სადმე. მხოლოდ ესეც დასძინა, წყალს სხვაგან ვერსად ვერ იშოვითო. მაგრამ თქვენ ხომ დარწმუნებული ხართ, რომ ვიშოვით, კომისარო? ვიცი, შვილო, მაგრამ ეს საშინელ რისკთანაა დაკავშირებული. საკმარისი მოხალისეები თუ შევკრიბე, ეს უკვე ჩვენი საქმე იქნება. როგორ მიდის საქმე? კარგად, ზოგიერთები უკვე დავითანხმეკიდეც. მაგალითად, მარიო რიოსი ჩემს მხარესაა. თქვენ ხომ იცნობთ, საუკეთესო კოსმონავტია. სწორედაც მოხალისეები ჩვენი საუკეთესო ადამიანები უნდა იყვნენ. როგორ მიძნელდება ამ ნებართვის მიცემა? თუ დავბრუნდებით, რისკიც გამართლებული იქნება. თუ ეს სიტყვა კაცს უნებურად ჩააფიქრებს ხოლმე. ჩვენც ისეთ საქმეზე მივდივართ, კომისარო, რომ მასზე დაფიქრება მართლაც ღირს. კეთილი, დედამიწა თუ არ დაგვეხმარება, მე განკარგულებას გავცემ, რომ ფობოსის წყალსაცავებიდან იმდენი წყალი მოგცენ, რამდენიც დაგჭირდებათ, წარმატებას გისურვებთ. მარიო რიოს ტკბილად ეძინა და სიცარიელეში ნარნარად ლივლივებდა. მის ქვემოთ 9 მილიონი მილის დაშორებით სატურნი ქათქათებდა თავისი უცნაური საბურველით. რიოსი ნელ-ნელა ფხიზლდებოდა, სკაფანდრში დიდხანს იწვა, ვარსკვლავებს ითვლიდა და გონებაში უხილავი ხაზებით აერთებდა მათ. თავდაპირველად გაფრენა თითქმის არაფრით არ განსხვავდებოდა მენაგვე კოსმონავტების ჩვეულებრივ რეისისგან. თუ არ ჩავთვლით იმის სევდის მომგვრელ შეგრძნებას, რომ ყოველ წუთს ათასობით მილით ჩორდებოდნენ მშობლიურ პლანეტას და მთელ კაცობრიობას. ისინი მკვეთრი მრუდით გაფრინდნენ, რომ ეკლიპტიკის სიბრტყიდან გამოსულიყვნენ და ასტეროიდების სარტყლისთვის გვერდით ჩაევლოთ. ამან წყლის გადახარჯვა გამოიწვია. ასეთი სიფრთხილე ალბათ ზედმეტი იყო. ორსაზომიანი პროექციის ფოტოსურათებში გალაქტიკა თავისი უთვალავი სამყაროებით მწერების უშველებელ ქვეყანას გავს. სინამდვილეში კი ასტეროიდები ისე მეჩხერად არიან მიმოფანტული კოსმოსში, გულით რომ მოინდომო, მაინც ვერ დაეჯახები. მაგრამ მათ მაინც გვერდით აუარეს სარტყელს. ვიღაცამ ნივთიერებათა ნაწილაკებთან შეხვედრის ალბათობა გამოიანგარიშა. რა თქმა უნდა, მხოლოდ საკმაოდ მოზრდილ ნაწილაკთან შეხვედრა ასახიფათო და ისეთი უმნიშვნელო სიდიდე მიიღო, რომ ვიღაცას აუცილებლად თავში უნდა მოსვლოდა სიცარიელეში ლივლივის აზრი. ნელა გადიოდნენ უსაშველოდ გრძელი დღეები. კოსმოსი სუფთა იყო. ჯიხურში ერთი მორიგეც კვაროდა და ეს აზრი როგორღაც თავისთავად დაიბადა. პირველმა გულადმა ხომალდიდან მხოლოდ 15 წუთით გაბედა გასვლა. მეორემ კოსმოსში 9 საათი დაჰყო. მერე თანდათანობით, ჯერ კიდევ მანამდე სანამ ასტეროიდების სარტყელს გასდებოდნენ, ვახტანგისგან თავისუფალი ეკიპაჟის წევრები გამუდმებით კოსმოსში ლივლივებდა ხოლმე. ვახტისგან თავისუფალი ეკიპაჟის წევრი გამუდმებით კოსმოსში ლივლივებდა ხომალდზე გამობმული გვარლის ბოლოზე. ამის გაკეთება ძალიან ადვილია. გაფრენის საბოლოო ეტაპის სამუშაოებისთვის განკუთვნილი გვარლი ჯერ მაგნიტურად უნდა დაამაგროს სკაფანდრზე, მერე საგანგებო საკანით ხომალდის ზედაპირზე გახვალ და მეორე ბოლოს იქ ამაგრებ. ცოტა ხანს ხომალდის ზედაპირზე თავი უნდა შეიკავო, ფეხსაცმელების ელექტრომაგნიტებით. მერე მაგნიტებს გამორთავ და ოდნავ შესამჩნევი მოძრაობით ნელ-ნელა მოსხდები ხომალდს. ხომალდის დიდი მასა ძირს დაეშვება. თავად კი ნათელი წერტილებით გადაჭრელებულ უკუნეთში ჩამოეკიდები.
როცა ხომალდი საკმაო მანძილით დაგშორდება, ხელით ფრთხილად უნდა შეკუმშო გვარლი, მკვეთრ მოძრაობას უნდა მოერიდო, თორემ ისე უკან გაცურდები ხომალდისკენ. სწორი მოძრაობის შემთხვევაში ყველაფერი რიგზე იქნება. უჰაერო სივრცეში ადამიანის მოძრაობის სიჩქარე ხომალდის მოძრაობის სიჩქარეს უდრის. ამიტომ ხომალდი უძრავად მოგეჩვენება. თითქოს საოცარ ფონზე სათამაშო რაკეტა დაუხატავთ. გვარლი სპირალივით დაიგრიხება შენსა და ხომალდს შორის, რადგან მასზე არავითარი ძალა არ მოქმედებს. თავს თითქოს ზღაპრულ გარემოში იგრძნობ, მზე ისე შორს იქნება და ისე იკაშკაშებს, რომ ჰერმოშლემის პოლარიზებული ფილტრის საიმედო დაცვის გარეშე თვალს ვერ გაუსწორებ. კოსმოსი შენს ირგვლივ შემჭიდროვდება, თითქოს მართლაც სიზმარში იყო. სკაფანდრში თბილა, ჰაერი ავტომატურად იწმინდება, სპეციალურ კონტეინერებში ჰაერი და საკვები ინახება და ისე ისადილებ, რომ თავის მოbrunებაც არ დაგჭირდება, მაგრამ ყველაზე კარგი მაინც უწონადობის არაჩვეულებრივი და სანეტარო განცდა გახლავთ. თავი ასე კარგად არასდროს არ გიგრძვნია, დღეები უსაშველოდ გრძელი აღარ გეჩვენება, პირიქით ახლა მეტისმეტად სწრაფადაც კი გარბიან. იუპიტერის ორბიტა მისი ახლანდელი მდებარეობიდან დაახლოებით 30 გრადუსზე გადასერეს. რამდენიმე თვის მანძილზე კოსმონავტებისთვის ის იყო ყველაზე ნათელი ციური სხეული. თუ არ ჩავთვლით მზეს, მოციმციმე თეთრ ოქროც ერთვად რომ იქცა თანდათან. როცა იუპიტერს მიუახლოვდნენ, ვიღაც იმასაც კი ამტკიცებდა, წერტილს კი არა, ერთი მხრიდან ღამის სიბნელით დაკბილულ პაწაწინა ბურთულას ვხედავო. მერე იუპიტერის გაუფერულდა. ახალი წერტილი კი სულ იზრდებოდა და იზრდებოდა, სანამ მასზე მეტად არ აკაშკაშდა. ეს იყო სატურნი, თავდაპირველად მოციმციმე წერტილი, მერე კაშკაშა ოვალური ლაქა. რატომ ოვალური? იკითხა ვიღაცამ და ცოტა ხნის შემდეგ უპასუხეს. რა თქმა უნდა მრგვალია, აბა ამას რა მტკიცება უნდოდა, პლანეტა მართლაც მრგვალი იყო. თავისუფალ დროს ყოველი მათგანი კოსმოსში ატარებდა და თვალს არ აშორებდა სატურნს. შენ ეი ბრიყვო, ახლავე უკან მოუსვი, შენი ვახტია. ჩემი ვახტია? ვინ მოგახსენა? ჯერ კიდევ 15 წუთი მაქვს. ალბათ ის არის დასწია უკან და იმიტომაც, თანაც გუშინ 20 წუთი რომ გასესხე, აღარ გახსოვს? რა შვილი ხარ, ვინმესთვის რამე გაიმეტო, საკუთარ ბებიასაც კი არ ასესხებდი 2 წუთს. დაბრუნდი ეშმაკმა დალახროს, სულ ერთია მაინც გამოვალ. ხო, კარგი, მოვდივარ, ამ ათხოვრული წუთებისთვის რა აურზაური ასტეხე. მაგრამ ყველაფერი ეს ხუმრობა იყო. კოსმოსში სერიოზული წარკინკლავება როგორღაც არ გამოდიოდა. ალბათ ყველაფერი ძალიან კარგად დაეწყო და იმიტომ. სატურნი სულ იზრდებოდა, სანამ სიდიდით მზეს არ გაუტოლდა. მერე გადააჭარბა კიდეც მათემატიკურად ზუსტი ფორმის რგოლი ხომალდის ტრაექტორიის მიმართ მართი კუთხით განლაგებული 3 წრე მედიდურად შემორტყმოდა პლანეტას. რგოლიც თომილს არსად არ ეხებოდა და თავისუფლად ბრუნავდა სივრცეში. სატურნი მის უმნიშვნელო ნაწილს ფარავდა მხოლოდ. წრეები დღითიდღე ფართოვდებოდნენ და ერთდროულად ვიწროვდებოდნენ კიდეც, რადგან მათი დახრის კუთხე გამუდმებით იცვლებოდა. პლანეტის გარშემო თვალშეულებ გალაქტიკაში ზღაპრული ციცინათელებით სიმციმებდნენ სატურნის ყველაზე დიდი მთვარეები. მარიო რიოსმა ის იყო გამოიღვიძა და უხაროდა ხელმეორედ რომ ხედავდა ამ საოცრებას. სატურნიც სასანახევროდ ფარავდა, მის მოკაშკაშე ზედაპირზე 2 პატარა მრგვალი ლაქა აღმოჩნდა. ეს ალბათ უახლოესი მთვარეების მოძრავი ჩრდილები იყო. სატურნის უკან ოდნავ მარცხნივ თეთრი ალმასივით სიმციმებდა მზე. რიოსი უდიდეს სიამოვნებას განიცდიდა ამ უცნაური წრეების ცქერით. სატურნის მარცხენა მხრიდან ნარინჯისფრად მოკაშკაშე 3 წრე გამოდიოდა. მარჯვნივ 3-ვე წრე ღამის ჩრდილისაკენ მიემართებოდა და ამის გამო უფრო მოახლოვებული, უფრო გაფართოებული ეჩვენებოდა კაცს. მარიოს სიახლოვეს წრეები ძაბრივით ფართოვდებოდნენ, მერე თანდათან ისე ვიწროვდებოდნენ და ინისლებოდნენ, სანამ მთელსაც არ დაფარავდნენ და ისე უკუნეთში არ ჩაიკარგებოდნენ. მენაგვე კოსმონავტების ხომალდები უკვე განაპირა წრის შიგნით, ზედმის გარე კიდეზე იმყოფებოდნენ. წრე თითქოს თანდათან დაიშალა და თავისი ნამდვილი სახე მიიღო. ეს იყო მყარი ნამსხვრევების ფენომენალური დაჯგუფება და არა სინათლის ერთიანი და მკვრივი სარტყელი, როგორც სხვა პლანეტებიდან მოჩანდა. დანარჩენი 2 წრეც ასეთივე იყო. რიოსის ქვემოთ, ან უფრო სწორედ მისი ფეხების მიმართულებით 20-ოდე მილზე ერთ-ერთი ასეთი ნამსხვრევი მოჩანდა. იგი არასწორი ფორმის დიდ ლაქას ჰგავდა და კოსმოსის სიმეტრიას არღვევდა. მისი 3/4 განათებული იყო, დანარჩენი კი ბასრ დანასავით ჩამოეთალა ღამის ჩრდილს. ცოტა მოშორებით ვარსკვლავებით სიმციმებდნენ სხვა ნამსხვრევები. მანძილი რომ იზრდებოდა, ნამსხვრევების ნათებაც თანდათან სუსტდებოდა. ისინი კი თითქოს ერთმანეთს უახლოვდებოდნენ და ისევ ერთ წრედ ერთიანდებოდნენ. ეს ნამსხვრევები უძრავად იყვნენ, მაგრამ კაცს ასე მხოლოდ იმიტომ ეჩვენებოდა, რომ ხომალდების და წრეების გარე კიდეებიც ერთსა და იმავე ორბიტაზე მოძრაობდნენ. წინა დღით რიოსი თავის 20 სამხანაკთან ერთად უახლოეს ნამსხვრევზე მუშაობდა, საჭირო ფორმას აძლევდა მას. ხვალ ისევ იქ უნდა განაგრძოს მუშაობა.
დღეს ის კოსმოსში ლივლივებს. მარიო გაკვირვებით გაისმა მის ყურსაცვამში. რიოსი უცებ გაბრაზდა, ეშმაკმა დაალახროს, როგორ უნდოდა მარტო ყოფნა. გისმენთ, ჩაიბურტყუნა მან. ასეც ვიფიქრე მარიოს, ხომალდი იქნება მეთქი. როგორაა საქმე? ძალიან კარგად, ტედ, შენ ახარ? ჰო, უპასუხა ლონგმა. ნამსხვრევზე რაიმე ხომ არ შეგემთხვათ? არა, თავისუფალი დრო მაქვს და ვისვენებ, ვარსკვლავებს შევუყურებ. რაღაც არ ამჯერა. ზოგჯერ მეც მიტაცებს ხოლმე, მართლა ლამაზია, არა? ლამაზია, დაეთანხმა რიოსი. იცი, ტედ, დედამიწის წიგნებში? თუ მიწიერი არსებების წიგნებში. მგონი ასე უნდა გეთქვა, რა? რიოსმა დაამტკნარა და შენიშნა, რომ სიტყვა მიწიერი არსება სათანადო ზიზღით ვერ წარმოთქვა. წამიკითხავს, ადამიანები როგორ წვანან ბალახზე, განაგრძობდა ლონგი. ბალახი ქაღალდის წვრილი და გრძელი ზოლის მსგავსი მწვანე ფერის რბილი საგანია. მთელი ნიადაგი ამ ბალახით ყოფილა დაფარული და აი ადამიანები თურმე ბალახზე წვანან და შესქერიან ღრუბლის ქულებით მოფენილ ლურჯ ცას. ოდესმე ფილმებში თუ გინახავს ასეთი რამ. რა თქმა უნდა მინახავს, მაგრამ რატომღაც არ მომწონებია, კაცი შეიძლება გაიყინოს კიდეც. სინამდვილეში იქ სულაც არ ცივა, დედამიწა მზესთან ძალიან ახლოსაა და ამბობენ, რომ მას საკმაოდ მკვრივი ატმოსფერო აქვს სითბოს შესანარჩუნებლად. მაგრამ გულახდილად რომ გითხრა, ღია ცის ქვეშ ტანსაცმლის ამარა მეც არ გავჩერდებოდი, თუმცა ჩემი აზრით მათ ეს ძალიან უნდა მოსწონდეთ. ყველა მიწიერი არსება ჭკუიდან შეშლილია. იცი იმ წიგნებში ხეებზედაც წერენ. რაღაცნაირი წაბლისფერი ღეროები ყოფილა და ქარზე წერენ კიდევ, ჰაერის მოძრაობაზე. გამჭოლ ქარზე ამბობ, ეს სიკეთეც დედამიწისათვის დამითმია. ამას მნიშვნელობა არ აქვს. ისინი ამაზე ისე ლამაზად და ისეთი სიყვარულით წერენ, რომ ხშირად ჩავფიქრებულ ვარ, ბოლოს და ბოლოს რა არის ყველაფერი ეს? როდესმე მეც შევძლებ ამის განცდას, თუ ეს მარტო მიწიერ არსებებს ესმით. რატომღაც ყოველთვის ისე მეჩვენებოდა, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანს ვკარგავდი ცხოვრებაში. ახლა კი ვიცი, რას უნდა ჰგავდეს ყველაფერი ეს. აი ამას, რასაც ჩვენ ვხედავთ, ღრმა მყუდროება, სამყაროს ცენტრში, განუმეორებელი სილამაზით რომ არის აღსავსე. იმათ ეს არ მოეწონებოდა, თქვა რიოსმა. ისინი ისე შეეჩვივნენ თავის ერთ სიცხნა ქეციან სამყაროს, რომ ვერც კი გაიგებენ, რა შესანიშნავია კოსმოსში ლივლივებდე და თან სატურნს შესქეროდე. რიოსმა მსუბუქი მოძრაობა გააკეთა და კოსმოსში ლივლივი დაიწყო. ლონგმა თქვა, ხო, მეც ასე მგონია, ისინი თავისი სამყაროს მონები არიან, მაშინაც კი, როცა მარსზე მოდიან, მხოლოდ მათი ბავშვები თავისუფლდებიან ამ უხილავი შეგრძნებისგან. ოდესმე მართლაც ააგებენ ვარსკვლავმფრენებს, წარმოუდგენელი სიდიდის ხომალდებს, ისინი ათასობით ადამიანს დაიტევენ და ათეული წლობით, ვინ იცის, იქნებ ასეული წლობითაც კი იარსებებენ, როგორც კარჩაკეტილი სისტემები. კაცობრიობა მთელ გალაქტიკაზე დასახლდება, მაგრამ ადამიანებს მთელი ცხოვრების გატარება ხომალდებში მოუწევთ, სანამ სავარსკვლავთაშორისო გაფრენების ახალ საშუალებებს არ მოიგონებენ. ამიტომ მარსელები დაასახლებენ მთელ სამყაროს და არა თავის სამყაროს მიჯაჭვული დედამიწის ადამიანები. ეს გარდაუვალია, ეს უნდა მოხდეს, აი ეს არის მარსელთა გზა. მაგრამ რიოს პასუხი არ გაუწია, მას ისევ ჩაეძინა სატურნიდან 9 მილიონი მილის დაშორებით. სამწუხაროდ ხშირად იძულებულნი იყვნენ ამ სანეტარო სიმშვიდესა და განმარტოებით თავისუფალ ლივლივს დასთხოვებოდნენ, რადგან მთავარი ნამსხვრევზე მუშაობა გახდათ. კაცმა რომ თქვას, აქაც უწონადობის მდგომარეობაში იყვნენ, მაგრამ ახალ პირობებში ეს უწონადობა ნამდვილი წამება უფრო იყო ვიდრე სამოთხის ნეტარება. აბა სინჯედა თუნდაც ჩვეულებრივი სტაციონარული სითბური სხივმფრქვევით წაიმუშავე, მისი აწევა ძალიან ადვილია, მიუხედავად იმისა, რომ სხივმფრქვევი სიმაღლით 6 ფუტი მაინც იქნება, არც სიგანეშია ნაკლები და თითქმის სუფთა ლითონისგანაა გაკეთებული. უწონადობის პირობებში რამდენიმე გრამს იწონის, მაგრამ მისი ინერცია ოდნავადაც არ შემცირებულა, ამიტომ ერთი მკვეთრი ბიძგის შემთხვევაშიც კი მშვიდად განაგრძობდა მოძრაობას და მენაგვე კოსმონავტსაც თან გაიყოლებდა ხოლმე. მაშინ კოსმონავტებს სკაფანდრის მიზიდულობის ხელოვნური ველის ჩართვა უხდებოდათ, რომ ისევ ქვევით დაშვებულიყვნენ. კერალს კი გაუფრთხილებლად გააძლიერა ხელოვნური ველი. სხივმფრქვევთან ერთად მეტისმეტად მკვეთრად დაეშვა ძირს და კოჭი დაიზიანა. ეს იყო ექსპედიციის პირველი უბედური შემთხვევა. რიოსი გააფთრებით იგინებოდა განუწყვეტლივ. ერთავად იმის ცდაში იყო, რომ შუბლიდან ოფლი ჩამოეწმინდა. ერთი-ორჯერ თავი ვერ შეიკავა და შუბლისკენ წაიღო ხელი. ლითონის ხელთათმანმა სილიკონის ჩაფხუტზე გაიხმაურა. ეს ხმაური მთელ სკაფანდრში გაისმა, მაგრამ მას საგრძნობი სარგებლობა არ მოუტანია. სკაფანდრის შიგნით მთელი სიძლიერით მუშაობდნენ საშრობები, ტენს აგროვებდნენ, იონმცველების მეშვეობით რეგენერაციის მილაკებში ატარებდნენ მას
და მარილი საჭირო რაოდენობას რომ აღადგენდნენ, სპეციალურ საცავებში ინახავდნენ. ეშმაკმა დალახროს, დაიღრიალა რიოსმა. დიკ, სანამ არ დაგიძახებ, ფეხი არ მოიცვალო, გესმის? მის ყურსაცვამებში სვენსონის ხმამ დაიგრგვინა. დიდხანს უნდა ვიჯდე აქ? სანამ არ დაგიძახებ, შეუღრინა რიოსმა. მან ხელოვნური მიზიდულობის ველი გააძლიერა და სხივმფრქვევის სულ ცოტათი ასწია ზევით. მერე მიზიდულობაც გამორთო, რადგან წინასწარ დარწმუნდა, რომ სხივმფრქვევი ადგილზე დარჩებოდა რამდენიმე წუთს, თუნდაც ხელი გაეშვა. მერე ფეხით გასწია უხილავი ენერგიის წყაროსაკენ გამავალი კაბელი და სხივმფრქვევი ჩართო. ნივთიერება, რომლისგანაც ნამსხვრევი შედგებოდა, სითბური სხივის ქვეშ წყალივით დუღდა და თანდათან ორთქლდებოდა. უშველებელი ჭრილის კიდეები, ეს ჭრილიც რიოსის ნახელავი იყო, თანდათან დნებოდა და მრგვალდებოდა. დიკ, აბა მიდი, დაიძახა რიოსმა. სვენსონი ხომალდში იყო. ხომალდი თითქმის ზედ რიოსის თავზე ეკიდა. ყველაფერი რიგზეა, იკითხა სვენსონმა. ხომ გეუბნები, დაეშვი მეთქი. ხომალდის წინა საქშენიდან ორთქლის სუსტი ჭავლი გამოვარდა. კოსმოფრენი ნელ-ნელა ეშვებოდა ნამსხვრევზე. ერთი ჭავლით და ხომალდის გვერდითი დრეიფი შეწყდა. ახლა ის ზუსტად ეშვებოდა. მერე კიჩოდან გამოვარდა მესამე ჭავლი და ხომალდიც ნელ-ნელა დაეშვა. რიოსი დაძაბულად ადევნებდა თვალს. მიდი, ყველაფერი რიგზეა, მიდი. კიჩო ჭრილში ჩაეშვა. ნახრეტი თითქმის მთლიანად ამოივსო. ხომალდის გამობერილი მუცელი სულ უფრო და უფრო ახლოვდებოდა მის კიდეებს. უცებ ჭრიალი გაისმა. ხომალდი ატოკდა და გაქვავდა. ახლა სვენსონმა დაიწყო ლანძღვაგინება. არ შედის, გესმის, შერეგვენო, არ შედის მეთქი. რიოსმა გაცხარებით მოისროლა სხივმფრქვევი და ზევით ავარდა. სხივმფრქვევმა თეთრი კრისტალური მტრის კორიანტელი დააყენა. რიოსმა მიზიდულობის ველი ჩართო და უკან დაბრუნდა. ალმაცერად შესულხარ, შეყეყეჩო. არაფერიც, მე ზუსტად დავეშვი, შემართლა გაუთლელო რეგვენო. ხომალდის უკანა საქშენებიდან ორთქლის ჭავლები გამოვარდა ღმუილით და დამფრთხალმა რიოსმა უკან ისკუპა. კოსმოფრენი ჭრიალით ამოძრა ჭრილიდან და ნახევარმილზე აფრინდა ზევით, სანამ წინამხრის ამუშავებელი საქშენები შეძლებდნენ მის შეჩერებას. ერთიც რომ ვცადოთ, ნახევარდუჟინზე მეტი ფილა დაზიანდება. ბოლოს და ბოლოს საქმე ისე უნდა გააკეთო, როგორც საჭიროა. დარდინუ გაქვს, მე ყველაფერს რიგიანად გავაკეთებ, მხოლოდ შენ შეიყვანე ხომალდი სწორად. რიოსი შეხტა და 300 მეტრზე ავიდა, რომ ჭრილისათვის ზემოდან შეეხედა. აქედან გარკვევით ჩანდა ნაღარები. ხომალდს ჭრილის კიდეებზე რომ დაეტოვებინა, ყველაზე მეტი ნაღარი ერთ ადგილზე ეტყობოდა, ჭრილის შუაგულში.ახლავე ყველაფერს მოაწესრიგებს. ჭრილის კედლები დნებოდა და ორთქლდებოდა სხივმფრქვევის ალზე. ნახევარი საათის შემდეგ ხომალდი თავისუფლად შევიდა ჭრილში და სკაფანდრით შემოსილი სვენსონი რიოს შეუერთდა. თუ გინდა შეყინვაზე მე ვიმუშავებ, შენ კი ხომალდში შედი და სკაფანდრი გაიხადე, შესთავაზა მან. არა უშავს, უპასუხა რიოსმა. ახლა აქ დარჩენა მირჩევნია, წამოვწვევით და სატურნს ვუყურებ. რიოსი ჭრილის კიდეზე ჩამოჯდა. მასა და კოსმოფრენის კორპუსს შორის 6 ფუტი თავისუფალი სივრცე მაინც იქნებოდა. სხვა ადგილას ღრეჩო დაახლოებით 2 ფუტამდე აღწევდა. ზოგან რამდენიმე დიუმი იქნებოდა. ხელით უკეთესად ვერც გააკეთებდნენ. ახლა ისხა დარჩენოდათ, რომ ფრთხილად დაედნოთ ყინული. წყალი კოსმოფრენის კორპუსსა და ჭრილის კედლებს შორის უნდა გაყინულიყო და ცარიელი სივრცე ამოევსო. სატურნი ოდნავ შესამჩნევად მოძრაობდა ცისკაბადონზე. უშველებელი თოში ნელ-ნელა მოცოცავდა ჰორიზონტზე. კიდევ რამდენი ხომალდია ჩასაშენებელი, იკითხა რიოსმა. ბოლო დროს ამბობდნენ 11-იო. ჩვენი ხომალდი მზადაა, ესე იგი 10-ღა დარჩა. ჭრილში ჩაყენებული ხომალდებიდან 7 უკვე შეყინულია, 2 თუ 3 დემონტირებულია. საქმე საათივით აეწყო. სამუშაო თავსაყრელია, შეეკამათა სვენსონი. თავარი ძრავები ხომ მეორე მხარესაც უნდა დავაყენოთ. კაბელები, ძალური გაყვანილობა, ხანდახან ეჭვიც კი მეპარება შევძლებთ თუ არა ამის გაკეთებას. აქეთ რომ მოვფრინავდით, ეს როგორღაც ნაკლებ მაწუხებდა, მაგრამ აი ახლა ჯიხურში ვიჯექი და ვმკითხაობდი. არ გამოვა არაფერი, არ გამოვა, ვიქნებით აქ, სატურნის გვერდით, შიმშილით სული ამოგზრება. გზნობ რომ უბრალოდ, მაგრამ მან ბოლომდე მაინც არ თქვა რასაც გზნობდა. უბრალოდ იჯდა და დუმდა. ამ ბოლო დროს რაღაც ძალიან ჩაფიქრებული გახდი, უთხრა რიოსმა. შენ რა გენაღვლება, მარტო ხელა ხარ, უპასუხა სვენსონმა. მე კი სულ პიცზე და დორაზე ვფიქრობ. რატომ? დორამ გაფრენის ნება ხომ მოგცა? კომისარი მას საათნახევარი ელაპარაკებოდა პატრიოტიზმზე. იმაზე რომ შენ გმირი გახდები და მთელი ცხოვრების მანძილზე უზრუნველყოფილი იქნები. შენი მეუღლე საკმაოდ ჭკვიანი ქალია და კომისარს დასთანხმდა კიდეც. ასე რომ სანერვიულო არაფერი გაქვს. ადამსივით უკითხავად ხომ არ გამოფრენილ ხარ. ადამსის ცოლი სხვა ქალია,
მისი ცოლი რომ დაბადებისთანავე მოეკლათ, ალბათ უკეთესი იქნებოდა. ვერაფრით ვერ გამიგია, როგორ ახერხებენ ეს ქალები მამაკაცების ცხოვრების თავდაყირად აყენებას. თავდაპირველად არც კი უნდოდა ადამსი ჩვენთან წამოსულიყო, მაგრამ ახლა ადამსი თუ არ დაბრუნდა, ის ქალბატონი კმაყოფილი იქნება, რადგან კარგაგვარიან პენსიას დაუნიშნავენ. აბა რა სისულელეებს არ როშავ, დორახო მოუთმენლად ელის შენ დაბრუნებას. სვენსონმა ამოიოხრა, მე მას ყოველთვის ღორივით ვექცეოდი. თუ არ ვწდები, შენ მას მთელ ხელფას აძლევდი. მე ამას არც ერთი ქალისთვის არ გავაკეთებდი. მიიღე იმდენი, რამდენიც დაიმსახურე, მორჩა და გათავდა, არც ერთი ცენტი მეტი. ფული ყველაფერი როდია, მარიო, მე სულ სხვა რამეზე ვლაპარაკობ. ქალს მეგობარი სჭირდება, ბავშვსაც სჭირდება მამა, მე კი აქრას ვაკეთებ. აკეთებ ყველაფერს, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდე შინ. შენ არაფერი გესმის, მარიო. ტედ ლონგი ნამსხვრევის უსწორმასწორო ზედაპირზე დააბიჯებდა. მის სულშიც ისეთივე სიცივე გამეფებულიყო, როგორიც გარშემო იდგა. იქ მარსზე ყველაფერი აბსოლუტურად ლოგიკურად ეჩვენებოდა, მაგრამ ის მარსი იყო. გონებაში მან ყველაფერი ისეთი გულმოდგინებით, ისეთი უზადო თანმიმდევრობით გაიაზრა, რომ თავისი ნააზრევის წვრილმანები ახლაც კარგად ახსოვდა. ხომალდის 1 ტონა სიმძიმის სასამოძრავებლად აუცილებელი როდია მაინც და მაინც 1 ტონა წყალი. აქ მასა კი არ უტოლდება მასას, არამედ მასის ნამრავლ სიჩქარეზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სულ ერთია 1 ტონა წყალი წამში 1 მილი სიჩქარით გამოიდევნება, თუ 100 ფუნტი წყალი წამში 20 მილი სიჩქარით. ხომალდი საბოლოოდ მაინც ერთსა და იმავე სიჩქარეს იღებს. ამის გამო საქშენები თანდათან ვიწროვდებოდა, ორთქლის ტემპერატურა კი მაღლდებოდა, მაგრამ აქ ახალმა სიძნელე მიჩინა თავი. რაც უფრო ვიწროვდებოდა საქშენი, ხახუნსა და აგირგვლაზე, მით უფრო მეტი ენერგია იხარჯებოდა. რაც უფრო მაღალი იყო ორთქლის ტემპერატურა, მით უფრო სიცხე-გამძლე უნდა ყოფილიყო საქშენიც, ამიტომ საქშენები მალე გამოდიოდნენ წყობრიდან. შემდეგ, რადგან შევიწროვებული საქშენის წყალობით წყლის ამა თუ იმ რაოდენობა შედარებით მძიმე მასის ამოძრავება შეეძლო, ყველა იმას ცდილობდა, რომ ეს რაოდენობა როგორმე გაეზარდა, მაგრამ კონტეინერის მოცულობის გაზრდასთან ერთად ხომალდის კაფსულით შეფარდებით იზრდებოდა. ამიტომ ლაინერები სულ უფრო და უფრო ტევადები ხდებოდნენ და მძიმდებოდნენ. რაც არ უნდა ეცადო, ამას გვერდს მაინც ვერ აუვლი. კონტეინერის გადიდებასთან ერთად მისი სიმძიმეც მატულობს, ნელდება შედუღება, რთულდება აწყობის პროცესი. ერთი სიტყვით, ამ საქმეშიც სულ მალე მიაღწიეს ზღვარს. ლონგს ეჩვენებოდა, რომ სწორედ მან მიაგდო მცდარ წინაპირობას, რატომღაც აუცილებლად ითვლებოდა, საწვავი ხომალდის შიგნით ყოფილიყო, მილიონობით ტონა წყალი ლითონში გამოემწყვდიათ. რატომ? წყალი აუცილებლად სითხე ხომ არ არის? ის შეიძლება ყინულიც იყოს. ყინულის თოში ადვილად ემორჩილება კაცს. მისთვის ნებისმიერი ფორმის მიცემა შეიძლება. ყინულში ჭრილის გამოჭრაც ადვილია. ჭრილში შეიძლება კაფსულა და ძრავები ჩაიდგას. გვარლები კაფსულასა და ძრავებს მაგნიტური ძალური ველის გირაკებში დაამაგრებდნენ და ყველაფერი წესრიგში იქნებოდა. ზედაპირი, რომელზედაც ლონგი დააბიჯებდა, რიტმულად თრთოდა. ლონგი სულ ახლოს იყო იმ ადგილიდან, სადაც ათობით ხომალდი ყინულის თოში ამობდა შეჭრას და ნამსხვრევები განუწყვეტელი დარტყმებისგან თრთოდა. ყინულის ძებნა არ დასჭირვებიათ, ის საჭირო ზომის ნამსხვრევების სახით ცურავდა სატურნის წრეებში. უფრო სწორედ, თითეული ასეთი წრე სხვა არაფერი იყო თუ არა სატურნის ირგვლივ მოძრავი თითქმის სუფთა ყინულის თოში. ყველაფერი გამართლდა ისე, როგორც სპექტროსკოპმა იწინასწარმეტყველა. ახლა ლონგი ერთ-ერთ ასეთ ნამსხვრევზე იდგა. მისი სიგრძე 2 მილზე მეტი იქნებოდა, სიგანე კი 1 მილი, ან ცოტათი ნაკლები. დაახლოებით 9 მილიონ ტონა წყალს შეიცავდა ეს ერთი ნამსხვრევი და ლონგი ამ ნამსხვრევზე იდგა. მას ამ ხანაგებისთვის არასდროს არ უთქვამს, რამდენი დღე დასჭირდებოდა ყინულის ნამსხვრევების სასამოძრავებლად. თავისთვის კი ფიქრობდა, რომ საამისოდ 2 დღეც საკმარისი იქნებოდა, მაგრამ კვირაზე მეტი გავიდა და საიმედო არაფერი ჩანდა. იმის გახსენებაც კი შიშს გვრიდა, რამდენი ნამსხვრევი იყო დარჩენილი. ახლა იმაშიც ეჭვი ეპარებოდა საერთოდ შეძლებდნენ თუ არა ამ ჩანაფიქრის ასრულებას. სატურნის მძლავრი მიზიდულობა უნდა გადალახონ, მაგრამ მოახერხებენ კი ძრავების საკმაო სიზუსტით მართვას. იმ კაბელების მეშვეობით 2 მილ გაყინულ ზედაპირზე რომ გადაისროლეს. სასმელი წყალი ცოტა გადარჩა, თუმცა ამას როგორმე ეშველება. ყინული აგერ არის, დაადნობენ და ფონს იოლად გავლენ, მაგრამ საკვები სურსათ სანოვაგეც რომ ილევა. ლონგი შეჩერდა და ყურადღებით მიაჩერდა ზეცას. ეს ნამსხვრევი მართლა ხომ არ იზრდება, მანძილი უნდა გაეზომა, მაგრამ ძალა არ ეყო. ამდენი უსიამოვნებისათვის ახალი საზრუნავი რომ დაემატებინა და გზა განაგზო. მისი ფიქრი ახლა უფრო არსებით პრობლემას დასტრიალებდა.
კიდევ კარგი რომ ყველა შესანიშნავ ხასიათზე იყო. მისი თანამგზავრები ალბათ ძალიან კმაყოფილები არიან სატურნის ორბიტაზე რომ იმყოფებიან, მათ ხომ პირველებმა შეძლეს ასე შორს წამოსვლა. პირველებმა გაიარეს ასტეროიდების სარტყელი, შეუიარაღებელი თვალით პირველებმა დაინახეს ბურთივით მრგვალი იუპიტერი და იხილეს სატურნი, შეულამაზებელი, ცხადზე ცხადი და მიმზიდველი სატურნი. მას აზრადაც კი არ მოსვლია, რომ 50 პრაქტიკული 1000 ქარცეცხლში გამოვლილი მენაგვე კოსმონავტი ასეთი რომანტიკოსი აღმოჩნდებოდა, მაგრამ ეს ასე არ იყო და 50-ვე თავისებურად ამაყობდა ამით. ლონგი ისევ მიაბიჯებდა ყინულზე. ჰორიზონტზე, სანახევროდ ჩაფლული კოსმოფრენის სიახლოვეს, ორი ფიგურა გამოჩნდა. ლონგი ხალისით გაეხმიანა მათ. „ეი, ბიჭებო, შენ ხარ ტედ?“ გამოეპასუხა რიოსი. „ჰო, მე ვარ. მეორე ვინ გახლავს, დიკია?“ „რა თქმა უნდა. მოდი ჩამოჯექი ხომალდის შესაყვანად ვემზადებით და სულ იმაზე ვფიქრობთ, დრო როგორ გავაჭიანუროთ. შენი არ ვიცი და მე მაგ ხასიათზე არ გახლავარ. მაშინვე იუარა სვენსონმა. როდის გავფრინდებით, ტედ? როგორც კი მორჩებით. პასუხიც ასეთი უნდა, არა? რა სიზამ, სხვაგვარად ვერც მიპასუხებ. უხალისოდ დაეთანხმა სვენსონი. ლონგმა ზევით აიხედა, უსწორმასწორო ფორმის ნათელი ლაქაში ათვალიერა. რიოსმაც ზევით აიხედა. რა მოხდა? ლონგი დუმდა. ზეცა შავი იყო და ნამსხვრევების წრე მის ფონზე ნარინჯისფერ მტვერს გავდა. სატურნი თავისი წრეებით თითქმის 3/4-ით გადასცილდა ჰორიზონტს. მისგან ნახევარ მილზე ყინულოვანი ნამსხვრევის კიდიდან სწრაფად გამოიჭრა ხომალდი. სატურნის ნარინჯისფერ სინათლეში აკიაფდა და მაშინვე გაუჩინარდა. მათ ფეხქვეშ ყინული შეტოკდა. „მოჩვენებას რაიმე ხوار შემთხვა?“ იკითხა რიოსმა. ასე მონათლეს მათ უახლოესი ნამსხვრევი. „მოჩვენება. მოჩვენება ძალიან ახლოს იყო. თუ გავითვალისწინებთ, რომ ისინი წრეების გარე კიდესთან იმყოფებოდნენ, სადაც ნამსხვრევები შედარებით მეჩხერად იყო მიმოფანტული. მოჩვენებისაგან მათ 20 მილი აშორებდა. ეს იყო ჰაერში საკმაოსი ზუსტით გამოკვეთილი დაკბილული თოში. „თქვენ ვერაფერს ვერ ამჩნევთ?“ რიოსმა მხრები აიჩეჩა. „არაჩვეულებრივს ვერაფერს ვერ ვამჩნევ. ყველაფერი ნორმალურადაა. ვერ ამჩნევთ მოჩვენება თანდათან რომ იზრდება? საიდან მოიტანე? მაინც დაჟინებით ჩაიკითხა ლონგი. რიოსი და სვენსონი ყურადღებით დააკვირდნენ მოჩვენებას. „მე მგონი მართლაც გაიზარდა“, თქვა სვენსონმა. „ალბათ შენ შთაგვაგონე, ტედ“, შეეპასუხა რიოსი. „მოჩვენება თუ მართლა იზრდება, ესე იგი ჩვენს ნამსხვრევს უახლოვდება და ეგ არის. ადვილი შესაძლებელია, მარიო. სულაც არა. ამ ნამსხვრევებს ხომ სტაბილური ორბიტა აქვთ. ჩვენს მოფრენამდე მართლაც სტაბილური ორბიტა ჰქონდათ“, თქვა ლონგმა. „აი გრძნობთ?“ ყინული მათ ფეხქვეშ ისევ შეტოკდა. მთელი კვირაა, რაც ამ ნამსხვრევს ვეჯაჯგურებით. თავდაპირველად 25 ხომალდი დაეშვა ჩვენს ნამსხვრევზე, რამაც ერთბაშად შეცვალა მისი სიჩქარე. რა თქმა უნდა, ეს ცვლილება ძალიან პატარა იყო, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ნამსხვრევის სიჩქარე შეიცვალა. ახლა ისიც გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ყინულის დნობა დავიწყეთ. თანაც ჩვენი ხომალდები განუწყვეტლივ ყინულზე ეშვებოდნენ და მერე ისევ აფრინდებოდნენ ხოლმე. ყველაფერი ეს ნამსხვრევის ერთ ბოლოზე ხდებოდა. ადვილი შესაძლებელია, რომ ამ ერთ კვირაში ჩვენ საგრძნობლად შევცვალეთ მისი ორბიტა. ორი ნამსხვრევი, ჩვენი და მოჩვენება, იქნებ სწორედ ამიტომაც უახლოვდება ერთმანეთს. რიოსმა ზევით აიხედა და თქვა. „არა უშავს, საკმარისი ადგილია და მოჩვენება გვერდით ჩაგვივლის. ესეც რომ არ იყოს, დანამდვილებით ვერც კი გვითქვამს, ნამსხვრევი მართლა იზრდება თუ არა. ხო და აბა რა სიჩქარე უნდა ჰქონდეს. ჩვენთან შედარებით, რა თქმა უნდა. მას დიდი სიჩქარე არც სჭირდება. მარიო, მისი მასა ჩვენსაზე ნაკლები არაა, ამიტომ სუსტადაც რომ შევეჯახოთ ერთმანეთს, ჩვენი ნამსხვრევი აუცილებლად გამოვა თავისი ორბიტიდან. იქნებ სატურნის მხარესაც კი გვისროლოს. ესეც რომ არ იყოს, ყინული ძალიან მყიფეა და ორივე ნამსხვრევი შეიძლება მტრად იქცეს. სვენსონი წამოდგა. „ეშმაკმა დაალახროს. აქამდე როგორ ვერ მოვიაზრე. კოსმოსში ყოფნისას მილიონი მილით დაშორებული კონტეინერის სიჩქარის გამოთვლას ვახერხებ და იმას ვეღარ შევძლებ, რომ 20 მილზე მყოფი ამ ეშმაკისეული მოჩვენების მოძრაობა გამოვითვალო?“ სვენსონი ხომალდისკენ გაემართა. ლონგს მისი შეჩერება არ უცდია. „ნერვიულობს“, თქვა რიოსმა. „ამ ბოლო დროს რაღაც ძალიან დარდიანია“. მოჩვენებამ ზენიტზე აიწია. მათ თავს ზემოთ გადაიარა და დაშვება დაიწყო. 20 წუთის შემდეგ ჰორიზონტი ნარინჯისფერი არილით აენთო იმ ადგილის მოპირდაპირ მხარეს, სადაც სატურნი ჩაეშვა. ახლა იქ მოჩვენება ამოდიოდა. რიოსმა რადიოთი გასცახა. „ჰეი, დიკ, ცოცხალი ხარ?“ „ვამოწვევ“, მოისმა ყრუ პასუხი.
მოძრაობს? კითხა ლონგმა. ხო, ჩვენკენ? ერთხან სიჩუმე ჩამოვარდა. მერე სვენსონის შეშინებული ხმა გაისმა. პირდაპირ ჩვენკენ მოდის, ტედ. ორბიტები 3 დღეში გადაჰკვეთენ ერთმანეთს. ხომ არ შეიშალე, დაიყვირა რიოსმა. 4-ჯერ შევამოწმე, თქვა სვენსონმა. ახლა რა ვქნათ? დაბნეულად გაიფიქრა ლონგმა. ექსპედიციის ერთი ნაწილი კაბელებს ჩაჰკირკიტებდა. კაბელები აუცილებლად იდეალური სიზუსტით უნდა დაეწყოთ, რომ მაგნიტურ ველს მაქსიმალური სიმძლავრისთვის მიეღწია. კოსმოსში და ჰაერშიც კი ასეთ სიზუსტეს აზრი არ ქონდა, როგორც კი ელექტრობას გაუშვებდნენ, კაბელები ალბათ ისევ ნებასურვილზე გადაადგილდებოდნენ. აქ კი სულ სხვა ამბავი იყო. ნამსხვრევის ზედაპირზე თხრილები ამოჭრეს, კაბელები ამ თხრილებში უნდა ჩაეწყოთ. დიდი სიზუსტე იყო საჭირო, თორემ გამოთვლილი სქემიდან 1 მინუტის გადახრაც საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ მთელ ნამსხვრევზე დამგრეხი ძალვა წარმოშობილიყო. ყველაფერი ეს ცხადია ძვირფასი ენერგიის ფურჭ ხარჯვასთან იქნებოდა დაკავშირებული, თანაც ხელმეორედ მოუწევდათ თხრილების გაჭრა, კაბელების გადატან-გადაწყობა და შეყინვა. დაღლილი ადამიანები ამ ერთფეროვანი და მომაბეზრებელი საქმით იყვნენ გართული, ოცაუცებ გაისმა. ყველანი ძრავების მონტაჟზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მენაგვე კოსმონავტები თავნება ხალხი გახლავთ და დისციპლინა მათთვის უცხოხილია. ბრძანებას ყველა ხმამაღალი გინებითა და ბუზღუნით შეხვდა, რადგან ეს სამი სიტყვა მუშაობის ქართულების ნიშანი იყო. დარჩენილი ძრავები უნდა დაეშალათ, ნამსხვრევის მეორე ბოლოში გადაეტანათ, ყინულში საჭირო ადგილზე ჩაერჩილათ და ნამსხვრევის ზედაპირზე გვარლები და კაბელები დაეჭიმათ. ასე რომ დაახლოებით 1 დღეღამის შემდეგ ვიღაცამ ცისკენ აიხედა და გაოცებით შესახა, უხშენი და წიგნისათვის შეუფერებელი კიდევ რამდენიმე სიტყვაც მიაყოლა. მისმა მეზობელმაც აიხედა ზევით და წაივიშუშა, დაალახროს ეშმაკმა. დანარჩენებმაც მათ მიბაძეს და ზეცას მიაჩერდნენ. ასეთი საკვირველი სანახაობა მათ თავის დღეში არ ენახათ. მოჩვენება ჩირქოვანი არასავით იშლებოდა. ცის კაბადონზე მუშაობაში გართულებმა მხოლოდ ახლა დაინახეს პირვანდელთან შედარებით ორჯერ გაზრდილი ნამსხვრევი და ვერაფრით ვერ მიხვდარიყვნენ, აქამდე რატომ ვერ შენიშნეს ეს ცვლილება. მუშაობას თავი მიანებეს, ყველანი ტედ ლონგის გარშემო შეიკრიბნენ. ლონგმა აუღელებლად წარმოთქვა. გაფრენას ვერ შევძლებთ, რადგან მარსზე დასაბრუნებლად საწვავი არ აგვაქვს. მოწყობილობაც არ აგვაქვს მეორე ნამსხვრევი რომ წავიღოთ თან. ერთი სიტყვით, ამ ნამსხვრევზე დარჩენა მოგვიწევს. მოჩვენება გვიახლოვდება, რადგან აფეთქებითმა სამუშაოებმა ჩვენი ორბიტა შეცვალა. აფეთქებას თუ განვაგრძობთ, შეგვიძლია ხელმეორედ შევიცვალოთ ორბიტა, მაგრამ აქ მეტი აფეთქება ჩვენი ხომალდვისის სახიფათო იქნება. მოდით და მეორე მხრიდან ვცადოთ, ეს უფრო საიმედოა. გაშმაგებული ენერგიით შეუდგნენ მუშაობას. მენაგვე კოსმონავტების ისედაც მოჭარბებულ აღგზნებას ყოველ ნახევარ საათში ახალი ცეცხლი ემატებოდა, რადგან ჰორიზონტზე განუწყვეტლი ვიზრდებოდა მოჩვენება, თანდათან მრისხანე და ამაზრზენი ხდებოდა. ლონგს ეეჭვებოდა, რომ შეჯახების თავიდან აცილება შეძლებდნენ. ძნელი იყო წყლის მაძიებლების გადარჩენა. თუნდაც რეაქტიულ ძრავებს არ ემტყუნა დისტანციური მართვის დროს. თუნდაც წყლის მიწოდებაც მოეგვარებინათ. საამისოდ კი რეზერვუარი აუცილებლად პირდაპირ ნამსხვრევის ყინულოვან წყალში უნდა ჩაეშვათ. მერე სხივფრქვევი დაეყენებინათ, რომ მოძრავისით აეორთქლებინა და გამოსადენ საკნებში წარემართა. არავითარი იმედი არ იყო იმისა, რომ მაგნიტური გვარლებით გაუმაგრებელი ნამსხვრევი ასეთ დიდ დამანგრეველ ძალას გაუძლებდა და არ დაიფშნებოდა. მზადაა, მოესმა ლონგს რადიოში. მზადაა, გაიმეორა ლონგმა და კონტაქტი ჩართო. მან იგრძნო, როგორ ატორტმა დაირგვლივ ყველაფერი. ნამსხვრევის შორეულ ბოლოზე მიმართულ ეკრანზე გაბნეული ვარსკვლავები ათრთოლდა და შორეში ყინულოვანი კრისტალების კუდი გაიჭიმა. მუშაობენ, დაიყვირა ვიღაცამ. ლონგს ძრავების გამორთვა ვერ გაებედა. მთელი 6 საათი აფრქვევდნენ ისინი მდუღარე ნაკადებს, ორთქლად აქცევდნენ და სივრცეში ტყორცნიდნენ ყინულს. მოჩვენება ისე მოახლოვდა, რომ მუშაობას თავი მიანებეს და მოჯადოებული ვით შეჰყურებდნენ უშველებელ ყინულოვან თოშს. მთელი ზეცა რომ დაეფარა, ის უფრო ეფექტური სანახავი იყო, ვიდრე თვით ჯადოქარი სატურნი. მოჩვენების თითეული ნაპრალი და ღრანტე გარკვევით მოჩანდა, მაგრამ სანამ მოჩვენება მათ ნამსხვრევ ორბიტას გადასერავდა, უჩვეულო ხომალდმა მოასწრო 9 მილით წინ გასვლა. ლონგი სავარძელში წაიხარა და ხელები თვალებზე აიფარა. 2 დღე არაფერი ჩაუშვია პირში, ადრე საამისო დრო არ იყო. ახლა კი შეეძლო ეჭამა რამე. რკალის დანარჩენი ნამსხვრევები ისე შორს იყვნენ, რომელიმე მათგანს მოახლოებას რომ დაეწყო, მარსელებს ვერაფერს დააკლებდა.
გარედან სვენსონის ხმა ისმოდა. ამ დაწყევლილ მოჩვენებას რომ შევყურებდი, ჩემს თავს ვარწმუნებდი, ეს არ მოხდება, ამას ჩვენ არ დაუშვებთ მეთქი. ეშმაკმა დაალახროს, თქვა რიოსმა. ნერვები კი დაგვაცვდა და მეტი რაღა გინდათ. ჯიმ დევისი თუ დაინახე. ერთიანად გამწვანდა, არც მე დამდგომია კარგი დღე. განა სიკვდილს სჩიოდი? სიკვდილი თავისთავად, ისედაც თითქოს გარდაუვალი იყო, მაგრამ სულის მახსენდებოდა, ვიცი რომ სასაცილოა, მაგრამ რა ვქნა, თავს ვერ მოვერიე. ხო, სულის მახსოვდა, დორამ რომ ითხრა, თუ ბევრს იხტუნავებ და დაიღუპები, იცოდე, როდესმე მოგაგონებო. ასე დროს ამის გახსენება სასაცილოა, არა? ყური მიგდე, უთხრა რიოსმა. ცოლის შერთვა გინდოდა და ხომ შეირთე კიდეც. ვინ დაგიშალა? ხო და მომეშვი, ჩემი თანაგრძობის იმედი ნუ გექნება. ერთთლიანობად ქცეული ფლოტილია მშობლიური პლანეტისკენ მიქროდა. ზღაპრული სიჩქარით სერავდა თვალუწვდენელ და უკიდეგანო სივრცეს, რომელიც მარსს სატურნისგან აშორებდა. ყოველდღიურად ფლოტილია იმოდენა მანძილს ფარავდა, რასაც აქეთობისას 9 დღე-ღამეს ანდომებდნენ ხოლმე. ლონგმა ავრალი გამოაცხადა. ყინულის ნამსხვრევში ჩამონტაჟებული ძრავების მუშაობის სინქრონიზაცია მართლაც წარმოუდგენლად ძნელი ამოცანა იყო. თანაც ხომალდებს დამოუკიდებელი მოძრაობისა და მანევრირების საშუალება არ ჰქონდათ. ექსპედიციის მონაწილენი გაფრენის პირველსავე დღეს გაწამდნენ, როცა ნამსხვრევზე უადგილო და მოუწესრიგებელი ბიძგები დაიწყო, მაგრამ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. დიდმა სიჩქარემ ბოლო მოუღო ამ უსიამოვნო ნჯღრევას. მეორე დღეს საღამოხანს ფლოტილიის სიჩქარემ საათში 100,000 მილს გადააჭარბა, მაგრამ ის არის ამაზე არ შეჩერებულა, სულ მაღლა და მაღლა მიიწევდა. 1,000,000 მილამდე ავიდა და გადასცილდა კიდეც. ლონგის ხომალდი ყინულოვანი ნაგებობის თავისებურ ცხვირს წარმოადგენდა. მხოლოდ მისი კაბინიდან შეიძლებოდა 4-ვე მიმართულებით თვალთვალი. ლონგი უხალისოდ გამოუწყდა თავის თავს, რომ მეტისმეტად დაძაბული ადევნებდა თვალს კოსმოსს. რატომღაც სული მის მოლოდინში იყო, რომ ვარსკვლავები აგერ-აგერ გაცურდებოდნენ უკან და მათი ყინულოვანი ხომალდის გვერდებზე აკიაფდებოდნენ. მართლაც ისეთი კოლოსალური სიჩქარით მიაპოვდნენ კოსმოსს. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს ილუზია იყო და არა რეალობა. ვარსკვლავები ძველებურად კოსმოსის შავ ფარდაზე იყვნენ მილურსმული და ადამიანებს მშვიდად უცხერდნენ, ისეთი მანძილიდან, რომელიც არარაობად აქცევდა მოკვდავთა მიერ მიღწეულ ნებისმიერ სიჩქარეს. რამდენიმე დღის შემდეგ საჩივრებიც დაიწყო. საქმე მარტო ის კი არ იყო, რომ ექსპედიციის წევრებმა კოსმოსში თავისუფალი ლივლივის საშუალება დაკარგეს. კოსმონავტების სიმძიმის ძალამ გააწამა. ეს ძალა ერთი ორად აღემატებოდა ხომალდის ხელოვნური მიზიდულობის ველს და საშინელი აჩქარების შედეგი იყო, რითაც მათი ხომალდის სივრცეს მიაპოვდა. ლონგი, რომელიც ულმობელ ძალას სავარძლის ჰიდრავლიკური საფენისთვის მიეკრა, თავადაც მომაკვდინებელ მოღლილობას გრძნობდა. ამ საშინელი განცდისათვის თავი რომ დაეღწიათ, ყოველ 3 საათში ერთხელ ძრავებს გამორთავდნენ ხოლმე, რითაც ხელოვნურად ამცირებდნენ აჩქარების ძალას. ლონგი ბრაზობდა, ახლა ყოველი წუთი ძვირფასი იყო, ისედაც წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც თავისი კოსმოფრენის, მაშინ ჯერ კიდევ დამოუკიდებელი ხომალდის ილუმინატორში უკანასკნელად მოჰკრა თვალი კოსმოსის სიშავეში ჩაძირულ მარსს. რა მოხდა ამ დროის მანძილზე? კიდევ არსებობს თუ არა კოლონია? ლონგი სულ უფრო და უფრო შფოთავდა, გაერთიანებული ხომალდების ენერგიას იყენებდა და მარსისაკენ ყოველ დღე გზავნიდა რადიოსიგნალებს. პასუხი არ ისმოდა, თუმცა ლონგს პასუხის მიღების იმედი არც ჰქონდა. მარსი და სატურნი ახლა მზის სხვადასხვა მხარეზე იმყოფებოდნენ და დაბრკოლება ძალიან დიდი იყო. ძალაუნებურად იმ დღისათვის უნდა დაეცადათ, როცა ხომალდები საკმაოდ მაღლა აიწევდნენ ეკლიპტიკაზე. ასტეროიდების სარტყელის გარე კიდესთან მათ მაქსიმალურ სიჩქარეს მიაღწიეს. ჯერ ერთი, მერე კი მეორე გვერდითი ძრავიდან გამოსროლილმა მოკლე ნაკადებმა უშველებელი ხომალდი კიჩოთი წინ შეაბრუნეს. ისევ მძლავრად ამუშავდა უკანა მრავალდგუშიანი ძრავა, რომელიც ახლა აჩქარების ნაცვლად ამოხრუჭებდა ხომალდს. მათ 100,000,000 მილზე ჩაუარეს მზეს და მრუდი ხაზით გაემართნენ მარსისკენ. მარსიდან ერთი კვირის სავალით იყვნენ დაშორებული, როცა პირველი ნაწყვეტ-ნაწყვეტი, ოდნავ გასაგონი და გაურკვეველი საპასუხო სიგნალები მიიღეს, მაგრამ ეს სიგნალები ხომ მარსიდან იყო, მარსიდან. მიწა და მარსი სულ სხვა მხარეს იმყოფებოდნენ, ასე რომ საჭოჭმანო არაფერი იყო. ლონგი ცოტათი დამშვიდდა, ყოველ შემთხვევაში მარსზე ადამიანები ისევ ყოფილან. მარსიდან 2 დღის გზა აშორებდათ, უფრო მძლავრი და მკაფიო სიგნალები რომ მიიღეს. ლაპარაკობდა სენკოვი. სენკოვმა თქვა: გამარჯობა შვილო, ჩვენთან ახლა 3 საათია, მოხუცს არავითარ პატივს არ სცემენ, პირდაპირ საწოლიდან გადმოათრიეს. ძალიან საწყენია, სერ. სულაც არა,
თვითონ ვუბრძანე ასე. ამის კითხვაც კი მაშინებს. შვილო, დაჭრილები ყავთ? იქნებ ვინმე დაიღუპა. არავინ არ დაღუპულა, სერ, არც ერთი კაცი. წყლის საქმე როგორღაა? რაიმე დაგრჩათ? ლონგმა სადა გულგრილად ეპასუხა. საკმარისია. თუ ასეა, რაც შეიძლება მალე დაბრუნდით შინ. ზედმეტი რისკის გარეშე ცხადია. ესე იგი საქმე ცუდადაა? აბა როგორ გითხრათ? რამდენი დღე დაგჭირდებათ კიდევ? ალბათ 2. გაძლევთ კი? გავძლებთ. 40 საათის შემდეგ მარსი ღია ნარინჯისფერ სფეროდ იქცა. ყინულოვანი ხომალდი დაშვების წინ უკანასკნელ წრეს უვლიდა. შვიდად ეუბნებოდა თავის თავს ლონგი. შვიდად. მათთვის მშობლიური მარსის გამეჩხერებული ატმოსფეროც კი ერთობ საშიში იქნებოდა. მეტისმეტად დიდი სიჩქარით რომ დაშვებულიყვნენ. თავდაპირველად მათ ქვეშ ერთმა თეთრმა პოლარულმა ქუდმა გაიქროლა. მერე მეორემ, პირველზე ოდნავ პატარამ. მერე ისევ დიდმა, ისევ პატარამ. შუალედები სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. პლანეტა ახლოვდებოდა. ილუმინატორებში უკვე გარკვევით მოჩანდა მარსის ლანდშაფტის ცალკეული ხაზები. დასაფრენად მოემზადეთ. განკარგულება გასცა ლონგმა. სენკოვი თავისი შეშფოთების დაფორმას ცდილობდა. მაგრამ ეს არც ისე ადვილი გახლდათ. ექსპედიციამ კიდაღამ მართლაც დაიგვიანა, თუმცა ახლა ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქონდა. ყველაფერი შესანიშნავად დაეწყო. რამდენიმე დღის წინ კომისარს არც კი სჯეროდა, რომ ისინი ცოცხლები იყვნენ. დასაშობად კი არა, გარდაუვლადაც კი არ მიაჩნდა, რომ სადღაც მარსსა და სატურნს შორის, კოსმოსის გაუკვალავ სივრცეებში დასრიალებდნენ მათი გაყინული გვამები. ახალი ციური სხეულები, ოდესღაც ადამიანები რომ იყვნენ. სენკოვი ბოლოხანს კომისიას ყოველგვარ წვლილმაში ევაჭრებოდა. მათ მხოლოდ კანონიერების დაცვისათვის სჭირდებოდათ კომისრის ხელმოწერა. სენკოვმა კარგად იცოდა, ხელაღებით უარი რომ ეთქვა, ისინი ფორმალურ მხარეზე ხელს აიღებდნენ და ცალმხრივ მოქმედებაზე გადავიდოდნენ. არჩევნებში ჰილდერის გამარჯვება თითქმის უეჭველი იყო. ამიტომ მისი მომხრენი შეიძლება მარსისადმი თანაგრძნობის რისკზეც წასულიყვნენ. სენკოვი სწორედ ამიტომ ცდილობდა მოლაპარაკების გაჭიანურებას. თან კომისიას იმის საბაბსაც აძლევდა, რომ ეფიქრათ, მარსის კომისარი აგერ-აგერ დაფთახვდება და ხელს მოგვიწერსო. მაგრამ ტედ ლონგთან საუბრის შემდეგ კომისარი ყოველგვარ პირობებზე დასთანხმდა კომისიას. იმავე დღეს რამდენიმე საათის შემდეგ წინ უკვე ხელმოსაწერად გამზადებული საბუთები ეწყო. კომისარმა ჟურნალისტებს გადახედა და კომისიას უკანასკნელი განცხადებით მიმართა. მან თქვა, წყლის ყოველწლიური იმპორტი დედამიწიდან დაახლოებით 20 მილიონ ტონამდე აღწევს. ეს რაოდენობა თანდათან მცირდება, იმის დამიხედვით თუ რა ტემპით მიმდინარეობს თქვენი საკუთარი წყალსადენის სისტემის სრულყოფა. თუ ამ ქახალს ხელს მოვაწერ და თქვენს მიერ შემოთავაზებული ემბარგოს დავთანხმდები, ჩვენი მრეწველობა დაიღუპება. მოისპოვა მისი შემდგომი გაფართოების ყოველგვარი შესაძლებლობა. არ შეიძლება რომ დედამიწა ამით დაინტერესებული არ იყოს, ასეა თუ არა. მან კომისიის წევრებს გადახედა, მაგრამ მათ ბზერაში ვერავითარი ლმობიერება ან თანაგრძნობა ვერ შენიშნა. დგბი კომისიიდან დიდი ხნის წინ გამოიყვანეს, დანარჩენები კი მტრულად იყვნენ განწყობილი მარსის მიმართ. კომისიის თავმჯდომარემ გაბრაზებით მიუგო. თქვენ ყველაფერი ეს არაერთხელ გითხარით. ვიცი, მაგრამ რადგან ხელის მოწერას ვაპირებ, მინდა ყველაფერი ნათელი იყოს. ესე იგი დედამიწა მტკიცედ გადაწყვიტა რომ ბოლო მოგვიღოს? რა თქმა უნდა არა, დედამიწა მხოლოდ იმით არის დაინტერესებული, რომ როგორმე შეინარჩუნოს თავისი წყლის განუახლებელი რესურსები. მეტი არაფერი. დედამიწაზე 1.5 კვანტილიონი ტონა წყალია. ჩვენს წყალს ვერავის ვერ უწილადებთ, მოუჭრა კომისიის თავმჯდომარემ. და სენკომაც უსიტყვოდ მოაწერა ხელი. მას სწორედ ასეთი სიტყვები სჭირდებოდა. მართლაც საოცარია, დედამიწას 1.5 კვანტილიონი წყალი აქვს და ვერავის ვერ უწილადებს მას. დღენახევრის შემდეგ კი კომისიის წევრები და ჟურნალისტები კოსმოპორტის გუმბათში იცდიდნენ. სქელი ამობურცული კედლების იქით ჩანდა მარსის კოსმოდრომის ტერიტორია, უდაბნოსავით შიშველი და უკაცრიელი. კომისიის თავმჯდომარემ გაჯავრებით იკითხა: კიდევ დიდხანს უნდა ვიცადოთ? ბოლოს და ბოლოს გითხარით, რას ან ვის ელოდებით? რამდენიმე ჩვენი კოსმონავტი ასტეროიდების სარტყელს გასცილდა, უპასუხა სენკოვმა. კომისიის თავმჯდომარემ სათვალე მოიხსნა და თოვლივით ქათქათა ცხვირსახოცით გაწმინდა. ახლა უკან ბრუნდებიან? დიახ. თავმჯდომარემ ხრები აიჩეჩა და რეპორტიორებისკენ შებრუნებულმა მნიშვნელოვანი გამომეტყველებით ასწია წარბები. მეზობელ შენობაში მეორე ფანჯარასთან ქალები და ბავშვები შეჯგუფებული იყვნენ. სენკოვი შემოbrunდა და მათ მიაჩერდა. ახლა ის მათთან ყოფნას არჩევდა, მათ მღელვარებას და სიხარულს გაინაწილებდა. ისიც ხომ მათსავით მთელი წელიწადი ელოდა ამ დღეს, ისიც ხომ მათსავით სულ იმაზე ფიქრობდა,
რომ ისინი ვისაც ელოდნენ დაიღუპნენ და უკან აღარ დაბრუნდებოდნენ. ხედავთ, თქვა სენკოვმა და თითი გაიშვირა. ოჰო, წამოიძახა რომელიღაც ჟურნალისტმა. ეს ხომ ხომალდია. მეზობელი ოთახიდან მღელვარე შეძახილები მოისმა. ეს ჯერ კიდევ არ იყო ხომალდი, ეს იყო ნათელი წერტილი, რომელიც მერყევი თეთრი ღრუბლიდან ანათებდა. ღრუბელი იზრდებოდა, ცაში ორმაგ ზოლს ტოვებდა. ზოლების ქვედაბოლოები ერთმანეთს ცილდებოდნენ და მერე იკეცებოდნენ. ღრუბელი მოახლოვდა და მის ზედაბოლოზე მოკაშკაშე ნათელი წერტილი ცილინდრს დაემსგავსა. ცილინდრი ზოზინით ეშვებოდა ძირს, წამით ჰაერში გამოეკიდა, თითქოს დაღლილი და ქანცული კაცივით სავარძელში ისვენებსო. გუმბათში სიჩუმე ჩამოვარდა. ქალები და ბავშვები ერთ ოთახში, კომისიის წევრები და ჟურნალისტები მეორეში, გაქვავებულები ვით იდგნენ. გაოცებულები მისჩერებოდნენ ზეცას და საკუთარ თვალებს არ უჯერებდნენ. ცილინდრის ქვედა საქშენებიდან რამდენიმე ფოლადის ფეხი გამოცურდა. კოსმოდრომის ზედაპირს შეეხო, მერხევ კანჭებში ჩაეშვა და ხომალდი უძრავად გაჩერდა, ძრავების ხმუილი შეწყდა. გუმბათში უწინდებურად ისევ სიჩუმე იდგა. უშველებელი ხომალდიდან ადამიანები ეშვებოდნენ. ისინი წრიაპებითა და ყინულსაჭრელებით უნდათ ჩამოცოცულებულიყვნენ ძირს. ხომალდის თვალის მომჭრელი ზედაპირის ფონზე კოსმონავტები ერთი ბეწო ჭიანჭველებს წააგავდნენ. ეს რაა? ჩაწყვეტილი ხმით იკითხა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა. ეს, მშვიდად უპასუხა სენკოვმა, იმ ნივთიერების თოში გახლავთ, სატურნის ირგვლივ რომ ტრიალებდა და მისი წრეების შემადგენლობაში. ჩვენმა ბიჭებმა იგი ძრავებით და კაფსულებით აღჭურვეს და აგერ თქვენს ხედავთ, მარსზე მოიტანეს. სატურნის წრეები სუფთა ყინულის, აი ასეთი უშველებელი თოშებისგან შედგება თურმე. და სამარისებურ სიჩუმეში განაგრძო. ეს თოში ხომალდს რომ გავს, სინამდვილეში წყლის მყარი მთა გახლავთ. ის რომ დედამიწაზე იდგეს ასე, დადნებოდა ან საკუთარი სიმძიმის ზეგავლენით დამსხვრევებად იქცეოდა. მარსზე საკმარისად ცივა, სიმძიმის ძალაც ნაკლებია, ამიტომ მას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ამას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა საქმეს რიგიანად დავაწყობთ, სატურნის და იუპიტერის მთვარეებზე, ასტეროიდებზეც, საწყლოსნო სადგურებს მოვაწყობთ. სატურნის წრეებში ასეთ დამსხვრევებს შევაგროვებთ ხოლმე და მერე ამ სადგურებში გავგზავნით. ჩვენს მენაგვე კოსმონავტებს ამის მეტი რა ეხერხებათ. მარსელებს იმდენი წყალი ექნებათ, რამდენსაც მოისურვებენ. აი ამ თოშის მოცულობა თქვენ ხომ ხედავთ? კუბურ მილზე ოდნავ ნაკლებია. დედამიწა დაახლოებით ამდენივე წყალს 200 დიახ 200 წლის მანძილზე თუ მოგცემდა. ბიჭებმა მარსზე დასაბრუნებლად საკმაოდ ბევრი წყალი დახარჯეს. მათი სიტყვებით გზაში 5 კვირა იმყოფებოდნენ და დაახლოებით 100 მილიონი ტონა წყალი დახარჯეს, მაგრამ ამ მთას უბრალო ნაჩვეტიც არ ეტყობა. ჩემს სიტყვებს თუ იწერთ. სენკოვი რეპორტიორებისკენ მიბრუნდა. რასაკვირველია, ყველანი გამალებით იწერდნენ მის სიტყვებს. აი კიდევ რა. დედამიწა შეშფუთებულია, რადგან მისი წყლის მარაგი წლითი წლობით კლებულობს. მას სულ რაღაც 1.5 კვანტილიონი ტონა წყალი გააჩნია და ჩვენთვის ერთი წვეთის დათმობაც არ შეუძლია. ხოდა ჩაიწერეთ, რომ ჩვენ მარსის ბინადრებს დედამიწის ბედიღბალი გვაწუხებს და არ გვინდა რომ მის ადამიანებს რაიმე უბედურება შეემთხვას. ჩაიწერეთ, რომ დედამიწას ზომიერ ფასებში მივაწვდით მილიონობით ტონა წყალს. ჩაიწერეთ, რომ 10 წლის შემდეგ კუბური მილობით დავიწყებთ წყლის გაყიდვას. ჩაიწერეთ, რომ დედამიწას შეუძლია გულმშვიდად იყოს. მარსი დედამიწას იმდენ წყალს მიჰყიდის, რამდენიც მას დასჭირდება. კომისიის თავმჯდომარეს უკვე არაფერი არ ესმოდა. გრძნობდა და ხედავდა თვალსა და ხელშუა, როგორ უქრებოდა ნანატრი მომავალი. რასამარცხინო ლაქად იქცეოდა ჰილდერის შენათითქმი, თითქოს ბურანში ხედავდა რეპორტიორებს. კომისრის ყოველ სიტყვას გაფაციცებით რომ იწერდნენ და გესლიანად იცინოდნენ. მან იცოდა დედამიწაზე ეს ჩუმი სიცილი მეხტატეხის მსგავს ხარხარში გადაიზრდებოდა. როგორც კი გაიგებდნენ, რომ მარსმა ანტიგამფლაგველები მათივე საკუთარი იარაღით გაანადგურა. მას ესმოდა, როგორ ახარხარდებოდნენ მთელი კონტინენტები, როცა ამ სამარცხვინო ფიასკოს ამბავს შეიტყობდნენ. კომისიის თავმჯდომარე კოსმოსივით უძირო და შავ უფრწყულსაც ხედავდა. ხედავდა უფრწყულს, სადაც სამუდამოდ ჩაიმარხებოდა ჯონ ჰილდერისა და კოსმოსური გაფრენების დანარჩენი მოწინააღმდეგეების პოლიტიკური იმედები, მათ შორის მისი საკუთარი იმედიც. მეზობელ ოთახში დორა სიხარულისგან ტიროდა. პიტერი კი, რომელიც ამასობაში 2 დიუმით გაზრდილიყო, ხტოდა და ყვიროდა: მამა, მამა. რიჩარდ სვენსონი ისის იყო დაეშვა მიწაზე და გუმბათისკენ გაემართა. მისი სახე კარგად ჩანდა ჰერმეტიულ მუზარადის გამჭვირვალე მინაში. ოდესმე თუ გინახავს ასეთი ბედნიერი ადამიანი? ჰკითხა ტედ ლონგმა რიოს და სვენსონისკენ მიიხედა. ვინ იცის, იქნებ ოჯახურ ცხოვრებაში მართლა არის რაღაც. ერთი შენც, მეტისმეტად დიდხანს იყავი კოსმოსში და გეჩვენება, უპასუხა რიოსმა.